რაღაცნაირი დებოტები. ჩემამდე არ მოსულა ხო. აქეთ ვინც ვარ და ორჯერ მეტი ვარ აქეთ დარჩენილი, იმის მობილიზაცია არის აუცილებელი იმისათვის, რომ გავიმარჯვოთ. რატომ არის ზურაბიშვილის პროცესი ავანგარდში და რატომ არ შეიძლება რომ ჩაეხსნათ? ოპოზიცია იმედით უფრო მეტად, ასე ვთქვათ, მუხტავს თუ იმედგაცრუებით. აი, აქამდე დავიყვან. უნდა გქონდეთ თუ არა ჩემი იმედი, რთული კითხვა არის. რა გვეშველება? გულისხმობიან გიჩი და ფედერალისტები რა არის, რასაც ისინი სწორად აკეთებენ. და გენძრა. ანუ თუ კი არ შეხვედით შიგნით, გარეთ რა ეფექტი მოიტანეთ? იმიტომ რომ მან თქვა რომ პოლიტიკას აღარ აქვს მნიშვნელობა. ნახეს ადამიანების წამება, ნახეს ის ყველაფერი სისხლი და საფერის წრევა. გამოდი ჭიქებს შევავსე. გამარჯობა. თქვენ უყურებთ 64-ის YouTube-ის არხს და ჩვენ ვიწყებთ პოლიტიკურ პოდკასტს პოლიტიკური დებატებისთვის. ამ პოდკასტს ქვია პოლიგონი და აქ მთავარი არსენალი თავისუფალი სიტყვაა, რომელსაც მნიშვნელოვნად შეზღუდავს ქართული ოცნების მიერ უკვე მესამე მოსმენით მიღებული კანონი რუსული შინაარსის, მაგრამ ამჯერად უკვე ამერიკული სახელდებით ფარა. შეზღუდავს, რადგან ეს კანონი მოითხოვს, რომ საქართველოში არსებულმა მედია ორგანიზაციებმა, ასევე სამოქალაქო ორგანიზაციებმა, ფიზიკურმა პირებმაც, რომლებსაც აქვთ კავშირი უცხოურ ორგანიზაციებთან, თავი დაირეგისტრირონ და საკუთარი თავი დაასახელონ როგორც აგენტი. და ჩვენ ამის გაკეთებას არ ვაპირებთ და ვერანაირი კანონი ვერ გვაიძულებს, რომ ჩვენი, ასე ვთქვათ, სახელდებაში ვცვალოთ, ჩვენ ვართ ჟურნალისტები და არა აგენტები. ეს კანონი არის უკვე მესამე მოსმენით მიღებული და ის ამოქმედება 2 თვეში და დაახლოებით ეს პერიოდი დარჩა იქამდე, ვიდრე მნიშვნელოვნად შეიზღუდება ისეთი რესურსები, როგორც არის 64 და სხვა, მართლაც რომ პოლიტიკური გავლენებისგან დამოუკიდებელი მედიების საქმიანობა და ამას შეიძლება ჰქონდეს გამოუსწორებელი ზიანი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე და მოკლედ ეს არის ჩვენი რიგით მეორე დებატები, ვიდრე ამის შესაძლებლობა გვაქვს, ჩვენ განვაგრძობთ პოლიტიკურ კონცეპტთან ერთად საუბარს. მე ვარ გიორგი გიორგაშვილი, 64-ის ჟურნალისტი და ამ პოლიტიკურ დებატებს მე გავუძღვები. ჩვენთან ერთად არიან ზურა ჯაფარიძე, რომელიც წარმოადგენს პარტიას გირჩი მეტი თავისუფლება და ჩვენთან არის ზურა ლევანცისქერიძე, რომელიც წარმოადგენს პარტიას თავისუფლების მოედანი და ჩვენი წესების თანახმად თავდაპირველად კენჭისყრა გვაქვს ხოლმე, არ ვიცით ნახეთ თუ არა პირველი ეპიზოდი, გადავწყვიტეთ რომ ჯეირანმა გადაწყვიტოს თუ გითამაშიეთ ეს თამაში თორ და აგიხსნით წესებს. ბარა ჯეირანი თამაშია ხო? კარგით. მე მგონი თან დაგვეხმარება ცოტა გამოვხტვაშიც დებატების წინ. როგორ არის? ფრია? 1 2 3 კიდევ ფრი არის? ჯეირანი. აჰა, ეგეც. კიდევ ფრია. ჯეირანი. აჰა. რაღაც გამოვიდა. მაშასე ჯეირანის აი ამ რაუნდის შესაბამისად პირველ რაუნდს გახსნით მოკლედ თქვენ. ჩვენ გვინდა რომ ამ სამ პარამეტრს უპასუხობთ, ვინ ხართ, რა შინაარსი გაქვთ როგორც ადამიანს და რა ღირებულებებით ხართ პოლიტიკაში. ხო, კიდევ ერთხელ მადლობა. ხო, მე ვარ ლევან ცუცქილიძე, ვარ ქმარი, მამა, საქართველოს მოქალაქე. დიდი ხანი მუშაობდი სამოქალაქო საზოგადოებაში მრავალპარტიული დემოკრატიის გასაძლიერებლად, როგორც საქართველოში, ისე სხვაგან. და გასული წლის ივლისში მე და ჩემმა თანამოაზრეებმა ჩავთვალეთ, რომ ჩვენი პასუხისმგებლობა იყო, რომ ის გამოცდილება, ის ცოდნა, რაც ჩვენ გვაქვს, უფრო პირდაპირ გამოგვეყენებინა პოლიტიკურ ბრძოლაში და გამოვაცხადეთ თავისუფლების მოედნის დაფუძნების გადაწყვეტილება. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს უსაფრთხოება, საქართველოს განვითარება და საქართველოს მოქალაქეების დაცულობა არის ყველაზე მეტად უზრუნველყოფილი ევროპული ტიპის მრავალპარტიულ დემოკრატიაში. აი ამისთვის ვიბრძვით დღეს ამისთვის თავარი საფრთხე არის ბიზინა ივანიშვილის პარტია, ის უნდა ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას და მერე უნდა გავაკეთოთ ის, რაც არასდროს არ გაგვიკეთებია ამ ქვეყანაში შექმნათ ნამდვილი დემოკრატია. დიდი მადლობა. ზურა გთხოვთ. მე ზურა გიჩაფარიძე, თავისთავად ცხოვრება მუშაობდი ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციებში, რაღაც მომენტში გამიჩნდა ინტერესი იმის მიმართ, რომ როგორ უნდა მოაწყო ადამიანების საზოგადოება, რომ ეს საზოგადოება იყოს სამართლიანი და პროგრესისკენ მიდიოდეს. ეს გახდა რაღაცა ჩემი ჰობი და ინტერესი მე ბევრი წლების განმავლობაში და ძირითადად თუ რამეს ვკითხულობდი, ამის გარშემო ვკითხულობდი. პრინციპში ძალიან სწრაფად აღმოვაჩინე, რომ მთავარი ამბავი არის საბოლოო ჯამში ადამიანის თავისუფლება, ოღონდ სწორი გაგებით ადამიანის თავისუფლება. და შემდეგ ამაზე დგას ყველაფერი ამ ქვეყანაშიც, რისი გაკეთებაც მინდა. ეხლა ამ წუთში
ისეთ რეალობაში ვართ, რომ მინდა რომ უბრალოდ ჩემი შვილები ამ ქვეყნიდან არ გაიქცნენ, იმიტომ რომ მე არც წამსვლელი არ ვარ. მაგრამ ხო მინდა რაღაცნაირად ეს ბრძოლა, რომელიც შეიძლება მე ვიბრძოლო და ჩემმა თაობამ იბრძოლოს, არ დავუტოვო ჩემს შვილებს საომრად. დიდი მადლობა. კეთილი, გადავიდეთ უკვე პირველ საკითხზე. აქ აგიხსნით მთავარ წესს, როგორ წარმართავთ ამ საუბარს. ლევან ცუცქირიძეს ექნება თავდაპირველად 3 წუთი იმისთვის, რომ უპასუხოს პირველ სადებატო საკითხს. შემდეგ უკვე ზურა ჯაფარიძეს ექნება 3 წუთი ამისთვის. შემდეგ უკვე 2 წუთი მოგეცემათ იმისთვის, რომ მოწინააღმდეგის, თქვათ, ნათქვამზე გააკეთოთ რეპლიკა და შემდეგ უკვე ჩვენ გავხსნით 8 წუთიან ზონას, სადაც უკვე ღია დისკუსიის ფორმატში მიუბრუნდებით ამ საკითხებს. მე კი როგორც ამ, თქვათ, დებატების მოდერატორი და ჟურნალისტი ვისარგებლებ იმ უფლებით, რომ საჭიროების შემთხვევაში დავსვათ ამოზუსტებელი შეკითხვა. მკაცრად დავიცავთ რეგლამენტს, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ეს თავისთავად გულისხმობს იმას, რომ არ გავცდეთ არანორმატიულ ლექსიკას, ფორმატისათვის ვამბობ და ჯერა რომ ამის საფრთხები თქვენ შემთხვევაში არ არსებობს, მაგრამ ზოგადად გვინდა რომ ეს იცოდნენ პოლიტიკოსებმა, იმიტომ რომ ასეთი საუბრებიც მოგვისმენია და მკაცრად გავაკონტროლებთ დროს. ეს არის და ეს. ერთი წუთი რო დარჩება, გვანიშნეთ. კი ბატონო, მოკლედ პირველი სადებატო საკითხი არის საპარლამენტო ბოიკოტი და გარე წინააღმდეგობა. აქ გვინდა რომ თქვენ პირველ 3 წუთში გვითხრათ, აი ძალიან მარტივად რო თქვათ, ანუ თუ კი არ შეხვედით შიგნით, გარეთ რა ეფექტი მოიტანეთ, პერსონალურად თქვენ იმ კოალიციამ, რომელშიც იმყოფებოდით და ახლა რა ეფექტისთვის კენ გაქვთ სწორება უკვე დამოუკიდებლად თავისუფლების მოედანს. უპირველეს ყოვლისა უნდა ვთქვათ, რომ თავარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი, რაც მოიტანა მთლიანად ოპოზიციამ, ეს იყო ის, რომ ქართული ოცნება დამარცხდა არჩევნებში. აღიარებს თუ არა და რა დაწერა მისმა საარჩევნო კომისიამ, ეს არის სხვა საკითხი, მაგრამ ქართული ოცნება არის ამ არჩევნებში დამარცხებული პოლიტიკური პარტია, რომელსაც აღარ აქვს დემოკრატიული ლეგიტიმაცია. მე ვფიქრობ, ეს იყო მნიშვნელოვანი მიღწევა. ხო, ჩვენ სამწუხაროდ ცხოვრობთ არათავისუფალ ქვეყანაში, სადაც დღითი დღე უფრო უარესდება სიტუაცია, ავტორიტარულ რეჟიმში და ავტორიტარულ რეჟიმებში იშვიათი გამონაკლისების გარდა არჩევნები არ არის ხოლმე პოლიტიკური ბრძოლის დამაგვირგვინებელი ეტაპი. არჩევნები არის გარდამავალი ეტაპი და აუცილებელია, რომ აი ამ არჩევნებში ავტორიტარული რეჟიმის პირობებშიც კი დემოკრატიული ლეგიტიმაცია დაკარგოს მმართველმა პარტიამ. ეს მოხდა უკვე და ჩვენ ახლა ვართ ახალ ეტაპზე ამ ბრძოლის. რითი გამოიხატება ეს ბრძოლა? მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება სხვა რაღაცეებთან ერთად არის ისიც, რომ ამ ბრძოლის გზა დასახოს და რაღაცნაირად საზოგადოებას აუხსნას და აანახოს ის თუ როგორ უნდა ვიაროთ რაღაცა ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტამდე და როგორ უნდა მივიდეთ საბოლოო გამარჯვებამდე. და ამ მიზნისთვის ჩვენ თავისუფლების მოედანზე ვიმუშავეთ ბევრი და ჯერ კიდევ თებერვალში გამოვაქვეყნეთ ჩვენი მანიფესტი, აქ არის რომელიც არის ჩვენი ხედვა, ჩვენი სტრატეგია ავტორიტარიზმთან ბრძოლის წინააღმდეგ. და ჩვენ რეალურად ამ ბრძოლას რამდენიმე პირობით ეტაპად განვიხილავთ, ეხ არ არის რაღაც ესეთი ძალიან უხეში ჩარჩოები, მაგრამ პრინციპში თუ შევხედავთ ავტორიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო პრაქტიკას, ხო, ის რაღაცა მნიშვნელოვანი ეტაპებისგან შედგება, რომელიც უნდა გაიაროს ამ ბრძოლამ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პირობითად პირველი ეტაპი, სადაც ჩემი აზრით ჯერჯერობით ჩვენ ახლა ვართ დიდწილად, ეს არის აი ამ არჩევნებში ავტორიტარული ძალის დამარცხების და შემდეგ პროტესტის და მოქალაქეების დარწმუნების ეტაპი, სადაც აუცილებელია შენი სიმართლე გააგებინო უმრავლესობას და სამოქალაქო კონსენსუსი, პრინციპში უმრავლესობის კონსენსუსი შეიქმნას იმაზე, რომ ესა თუ ის პარტია უნდა ჩამოცილდეს ხელისუფლებას, ხო? მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ამას ჩვენ მივახცევთ არჩევნებზე და ამას ასევე აი ამ პირველი ეტაპის მნიშვნელოვან ამოცანებს ვახცევთ უწყვეტი პროტესტით რუსთაველზე, ასევე სხვა ადგილებზე, სადაც იმართება პროტესტი. მაგრამ აქაც ჯერ კიდევ მეტია გასაკეთებელი, კიდევ უფრო მეტ ადამიანთან ვართ მისასვლელი, კიდევ უფრო მეტ მოქალაქესთან გვაქვს მისატანი ჩვენი სიმართლე. მაგრამ ასევე არის მეორე მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელზეც სამუშაო გვაქვს და ამას ვერც ერთი ცალკე აღებული პოლიტიკური პარტია ვერ გააკეთებს და ამას ჭირდება თანამშრომლობა და ზუსტად დისკუსია, აზრების გაცვლა და მსჯელობა. ეს არის, რასაც პირობითად შეიძლება დავარქვათ ბოიკოტის ეტაპი, როდესაც უფრო და უფრო ბოიკოტისა და არათანამშრომლობის ეტაპი, სადაც უფრო და უფრო მეტი ადამიანი, ჯგუფი, ბიზნესი, ეკონომიკური ინტერესი ჩამოცილდება მართლ პარტიას. მადლობა. ბატონო. კიდევ არის დანარჩენები სხვა დროს ვიტყვით. კეთილი. მე მინდა რომ დავუბრუნდე ჩემი შეკითხვის, ასე ვთქვათ, დაზუსტებას. კეთილი, თქვენ შეგიძლიათ რომ როგორც გნებავთ ორივე მხარე მისე გაცეთ პასუხი, ჩვენ შეგვიძლია რომ უბრალოდ სურათი აღწეროთ, მაგრამ მაინც უფრო ვისურვებდი რომ იყოს კონკრეტული ხედვა იმ მოცემულობაში რომ შიგნით არ შეხვედით
გასაგებია, თქვათ, არგუმენტები და დარჩით გარეთ. ამას რა ხეირი მოაქვს? მინდა რომ ამაზე ვიყოთ კონცენტრირებული ამ პასუხისას. გისმენთ ბატონო. ნუ მთავარი არგუმენტი ამ შემთხვევაში მე სხვა გამოცდილებიდან მოვდივარ, განსხვავებით ლევანისგან, ეს არის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პერიოდის გამოცდილება, მაშინ ლევანი არ იყო ჯერ კიდევ აქტიურად პოლიტიკაში ჩართული. ამ გამოცდილებამ თუ რამე აჩვენა და მაშინაც არჩევნები გაყალბდა, ისევ როგორც ახლა გაყალბდა, უბრალოდ ახლა მასშტაბი იყო მეტი, თორე ჩვეულებრივ გაყალბებული იყო ის არჩევნებიც, რაც შედეგები არ იყო რეალური. თუ რამე აჩვენა უკანასკნელი წლების გამოცდილებამ, აჩვენა ის, რომ თანამშრომლობის რეჟიმში გადასვლა და მაშინ გახსოვთ მოლაპარაკებები იყო, რომელსაც შარლ მიშელი უკეთებდა მოდერაციას და შეთანხმებას მოეწერა ხელი. ამ თანამშრომლობის ცდელობამაც კი და მაშინ ჯერ კიდევ ამისი ჯეროდათ ევროპელებსაც და ამერიკელებსაც შედეგად მოიტანა ის, რომ დაახლოებით ერთ თვეში ხელმოწერიდან ოცნება გავიდა ამ შეთანხმებიდან, არაფერი არ შეუსრულებია. პოლიტიკური პარტიები დარჩენ პარლამენტში შესული, იმიტომ რომ აქედან მხარეს ეგ იყო მოთხოვნა, რომ ისინი რეფორმებს გაატარებდნენ და აქედან პარტიები შევიდოდნენ პარლამენტში, მეტი მოთხოვნა ოპოზიციური პარტიების მიმართ არ ყოფილა და შედეგად ამ 4 წლის განმავლობაში მივიღეთ ის, რომ რეჟიმი უფრო გახდა გაცილებით უფრო სასტიკი, გაცილებით ანტიდასავლური, ბოლომდე ჩაიხსნა პრინციპში დასავლეთს, ნული გავლენა აქ ახლა დასავლეთის მხრიდან მომავალ კრიტიკას და რაიმე ბერკეტებს რეჟიმთან მიმართებაში ნული გავლენა გაგებით რომ აზრი შეიძლება შეიცვალონ და ქცევა შეიძლება შეცვალონ, თორე სანქციები ცხადია ტკივად. ამიტომ ყველაფერს თავი დაანება რაც ლევანმა ჩამოთვალა ის რომ პოლიტიკურ იზოლაციაში მოვაქციეთ როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ და ეს თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. წარსული ჩვენი საკუთარი წარსული უკანასკნელი 4 წლის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ თანამშრომლობის რეჟიმში როგორც კი შედიხარ ამასთან ერთადერთი შედეგი რაც შევა მიიღო არის ის, რომ აძლევ დემოკრატიული ფასადის შექმნის საშუალებას, რომ ვითომ არის მრავალპარტიული პარლამენტი, ვითომ იქ არის რაღაცა დისკუსია თემებზე და სინამდვილეში რეჟიმი იმყარებს, იდგამს გაცილებით უფრო ფესვებს და მე მისი იქიდან ამოგრეჯო არის გაცილებით რთული. ეხლა ვართ მაგ რეალობაში, გადმული აქვს ფესვები გაცილებით უფრო მყარად ვიდრე ქონდათ 20-ში. კეთილი, მადლობა. ლევან, არ არის ეს ის, ვთქვათ, შემთხვევა, როდესაც შეიძლება საწინააღმდეგო აზრს ერთმანეთისგან იჭერდეთ, მაგრამ თუ მაინც რამე გინდათ რომ რეპლიკის სახით უთხრათ, სურათ შეგიძლიათ რომ მომდენო 2 წუთი ამისთვის გამოიყენოთ, ან მე შემოვალ ჩემი დამაზუსტებელი შეკითხვებით, რომ უფრო ვთქვათ მყარი შინაარსი მივიღოთ იმ საკითხზე, რაც ჩვენ გვინდა. მესმის რომ თქვათ ახსენებთ რომ ქართული ოცნება დამარცხდა, აქ არის კონტექსტი ის რომ ლეგიტიმაცია ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მათი არის საკამათო. მესმის რომ თქვენ საუბრობთ პუნქტებზე, მანიფესტზე, რომელიც აკითხული მოქვს და ღირებულებით ნაწილს უფრო აღწერს ჩემთვის როგორც კითხვალისთვის ამ შემთხვევაში ვიდრე კონკრეტულ სამოქმედო გეგმას. ასევე თქვათ ახსენეთ რომ აი სიმართლე უფრო მეტ ადამიანს უნდა უთხრათ და ასევე არათანამშრომლობის ეტაპი უნდა კიდე გაღრმავდეს, აქ იგულისხმება ის ალბათ რომ უფრო მეტი ადამიანი წამოვიდეს საჯარო სექტორიდან. ალბათ ამას გულისხმობთ. მაგრამ ამ ყველაფერს როგორ მოაქვს კონკრეტული შედეგი პროცესზე და რატომ არის ეს პროცესი ჩიხში? ერთი მხრივ ხედავთ რომ მოდით დავარქვათ თავის სახელი მილევადია ქუჩებშიც ეს პროტესტი, მაგრამ როგორ გააძლიერებთ თქვენი ქმედებებით ერთი მხრივ პროტესტს და მეორე მხრივ პროცესს, რომელმაც ხელისუფლება უნდა შეცვალოს. აი აქ თქვენი პერსონალურად როგორც ერთი პოლიტიკოსის, თქვენი პოლიტიკური მოძრაობის ან პარტნიორების მყარი ხედვა რა არის, როგორ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება. ზუსტად ეს არის, რასაც ვამბობდი, ანუ ძალიან ჩვენ შესაძლოა გქონდეს სურვილი იმის, რომ გქონდეს დღეებში გაწერილი გეგმა. სადაც ნათელი და საჯარო იქნება, ხვალვის უნდა შევხვდეთ, ზეგრა უნდა გავაკეთოთ. მე მინდა ვთქვა, რომ ასეთი გეგმები შეიძლება ინდივიდუალურად პოლიტიკურ პარტიებს ან ცალკეულ პოლიტიკოსებს გქონდეთ, მაგრამ ეს არის ვითარება, როდესაც შენ იმყოფები ბრძოლის ველზე, ორი განსხვავებული ნების ჭიდილია და გარემოებები ყოველთვის იცვლება და ყოველთვის ეს გეგმები მოითხოვს ადაპტაციას. ამიტომ საუბრობ მე იმაზე, რომ საჭირო არის პრინციპულად სწორი მიდგომები, სწორი სტრატეგია და აი ამის შიგნით უკვე მოქმედება იმის გათვალისწინებით თუ რაც ხდება. არჩევნებში დამარცხება, იზოლაცია, დელეგიტიმაცია, არათანამშრომლობა. ესენი ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევებია, მინდა ვთქვა და შეიძლება მეტი გვინდოდეს, მაგრამ მეტი ჩემი აზრით, აი რაც არ უნდა გააკეთოს ახლა ოპოზიციამ ან სამოქალაქო ჯგუფებმა რა სხვა, მაინც არ იქნება საკმარისი, მანამ სანამ საბოლოო მიზანი არ იქნება მიღწეული. ამიტომ ისაც აქამდე გააკეთდა მნიშვნელოვანია, მაგრამ არა საკმარისი, ხო? და მე მგონია რომ ეს ბოიკოტის ნაწილი და მათ შორის ეკონომიკური ბოიკოტიც, მათ შორის იმ ბიზნეს ჯგუფების, რომლებიც ასაზრდოებენ აი ამ რეჟიმს, რომელიც დღეს ავტორიტარიზმს ამყარებს საქართველოში. არის მნიშვნელოვანი, როგორც ქვეყნის გარედან ეს სანქციებზე საუბარი, ხო? ასევე ქვეყნის შიგნიდან ჩვენ როგორც მოქალაქეებმა, მომხმარებლებმა უნდა გამოვიყენოთ ჩვენი
ის შესაძლებლობები, რაც გვაქვს, ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყოთ, რომ ყველას ვაგრძნობინოთ, აი იქით მხარეს, რომ მათ საქციელს აქვს ფასი, მათ საქციელს მოაქვს ზიანი და მათი საქციელი კონტრპროდუქტიულია წმინდა პრაგმატული თვალსაზრისითაც რა. ჩვენ დღეს რაც გვაქვს, ეს არის ავტორიტარიზმის შეტევა დემოკრატიის ნარჩენებზე. ხო, ამას უნდა დაუპირისპირდეთ მათ შორის ეკონომიკური მეთოდებით და გზებით, რომლებიც აქამდე არასათანადოდ გამოცადეთ. ეს არის ერთი რამ და მეორე ჩემი აზრით არის ის, რომ აუცილებელი ასევე ახლავე დაწყება დისკუსიის არა რაღაც გრძელვადიან ამოცანებზე, არამედ გარდამავალი პერიოდის პროგრამაზეც. მადლობა ლევან. ზურა, აი კიდევ უფრო მეტი კონკრეტიკისკენ რო წავიდეთ, მოდით 2 წუთს გაძავთ იმისთვის, რომ დაგვანახოთ არჩევნების შემდეგ პერიოდში პერსონალურად თქვენი როგორც ერთი პოლიტიკოსის გნებავთ თქვენი პარტნიორების ერთად კონკრეტული ხედვა, კონკრეტული ნაბიჯი, რომელმაც დააზიანა ქართული ოცნება. გნებავთ ლეგიტიმაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, გნებავთ სხვა სახის ზიანზე, რომელმაც შესაძლოა უფრო მეტად, ასე ვთქვათ, ხელსაყრელი გახადა ასე ვთქვათ, კრიტიკულად განწყობილი ადამიანებისთვის ეს პოლიტიკური ბრძოლის ველი. ჩვენ თავიდან ბოიკოტის მომხრე ვიყავით, ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც გამოვედით და საჯაროდ თქვით, რომ არ შეიძლება ამ პარლამენტში შესვლა და რომ დელეგიტიმაციის სტრატეგია არის ერთადერთი სწორი სტრატეგია, რაც მაშინ ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა გაიზიარა, იმიტომ რომ ყველას ეგ ხაზი ჰქონდა. აქციებსაც შეეხება, ჩვენი კოალიცია იყო პირველი, ვინც დაიწყო აქციები, სანამ ყობახიძე გამოვიდოდა და გამოაცხადებდა, რომ წყვეტთ ევროინტეგრაციის პროცესს, მანამდე ჩვენ ვიყავით კოალიცია, რომელმაც ქუჩების ბლოკირება მოაწყო რამდენჯერმე და ჩვენი ადამიანები დაიჭირეს და რაღაცა მილიონი რაღაცები გადაგხვდა, მანამ სანამ ხალხი დაიწყებდა გარეთ გამოსვლას. ერთი გარეთ ვიმუშავეთ, მათ შორის მოვახერხეთ, რომ კოალიციური მუშაობა არის, გარეთ კოალიციაში არ გულისხმობ ჩვენ კოალიციას, არამედ სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად სამუშაო ჯგუფი დღემდე გვაქვს შენარჩუნებული, სადაც ვაკეთებთ მაგის კოორდინაციას და ჩემი აზრით ყველაზე ეფექტურები ეს 4 პოლიტიკური ჯგუფები ერთად ეხლა ამ წუთში ვართ გარეთ. ის რომ გარედან ამ წუთამდე არ ხდება აღიარება ამ რეჟიმის და გარდა იმ ქვეყნებისა, რომლებმაც უშუალოდ არჩევნების ჩატარების შემდეგ რამდენიმე დღეში აღიარეს ისინი, ახალი აღიარება არც ერთი არ წამოსულა. ის რომ გარედან მოდის სანქციები და ემატება ქვეყნები და ეხლა ველოდებით კიდე რამდენიმე ქვეყანას, სადაც უკვე ნამუშევარი გვაქვს, ის რომ ყველა ევროპულ სხვადასხვა სტრუქტურაში თუ კი სადმე მიიღება საქართველოს რეზოლუციები, ყველგან ძალიან გასაგებად წერია რა რეალობა არის ქვეყანაში, რა პრობლემებია და რა არის აქედან გამოსავალი და მათ შორის ბოლო დოკუმენტებში პირდაპირ წერია, რომ მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება არის გამოსავალი. ეგ არის ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგი. არის თუ არა ეს საკმარისი, ჩემი აზრით არ არის. ჩემი აზრით გჭირდება ერთი შიგნით გჭირდება შეჯერებული, შეთანხმებული საერთო ხედვა სტრატეგიის, როგორ მივდივართ გამარჯვებამდე, როგორ ვაიძულებთ ამათ, რომ დათმონ არჩევნები და ეს სტრატეგია უნდა იყოს ახსნილი და განმარტებული ადამიანებისთვის და ამაშინო ჩაერთოს არჩევნებში ბევრი ადამიანი და ქვეყნის გვარით გჭირდება რაღაცები მეტი შემილი ამაზე მე თუ რომ ექნება კიდე ვისაუბრო გარედან რა არის კიდე გასაკეთებელი. კეთილი, აი ხა გვექნება ზუსტად ღია დისკუსიის 8 წუთი და მაგ ასე ვთქვათ მონაკოჩი შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ. აქ ჩემი წინადადება იქნება რომ მოდით ამ საუბარს დავამატოთ პრეზიდენტ ზურაბიშვილის კონტექსტიც. გუშინ 31 მარტს გაიმართა საპროტესტო აქცია პარლამენტთან. შეგვიძლია ვისაუბროთ გულახდილად ამ აქციის შემდეგ, ასე ვთქვათ, იმედგაცრუებებზე და სხვა ტიპის ნეგატიურ გამოხმაურებებზე. მე მგონია, რომ ეს პოლიტიკური ოპოზიციისთვის უნდა იყოს მანიშნებელი, რომ რაც არის ეს ჩემი ჩაჟინება აი ამ კითხვებში, რომ რაღაცა ძალიან მკაფიოს ითხოვენ. ამ ვთქვათ საპროტესტო აქციის შემდეგ ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი საუბრობს წინააღმდეგობის კომიტეტზე, რომელზეც რაც ვიცით ფედერალისტები, გახარია, ლელო, დროა, თავისუფლების მოედანი, ევროპული საქართველოს სტრატეგია აღმაშენებელი, ასევე გირჩი მეტი თავისუფლებისთვის მოიაზრებს ხო აი ამ ერთობაში თავს. ხო, აი რა უნდა მოიტანოს, აი რა კონკრეტულად ამჯერად რას მოიტანს ეს ერთობა, თქვენ საუბრობდით თქვა საერთო სტრატეგიულ ხედვაზე, ჩვენ ნახეთ არჩევნებამდეც ხო რაღაც ქართული ქარტიის ირგვლივ გაერთიანება, შემდეგ არჩევნების შემდეგაც იგივე პრეზიდენტ ზურაბიშვილთან სადისკუსიო სივრცე შეიქმნა, სადაც მონაწილეობდით, ასევე გითხარით რა შედეგები მოაქვს ამას, ან რას გულისხმობთ საერთო სტრატეგიულ ხედვაში, ლევან, აი თუ ეთანხმებით ამ აზრს, რომ აი ისევ და ისევ ოპოზიციური ძალების ცენტრალიზებაში უნდა დავინახოთ რესურსი და თუ კი, მაშინ რას შინაარსი უნდა გქონდეს ამ გაერთიანებას?
მე ვფიქრობ, რომ კოორდინაცია პოლიტიკურ პარტიებს და არა მხოლოდ ოღონდ პოლიტიკურ მოძრაობებს სამოქალაქო ჯგუფებს შორის არის ძალიან მნიშვნელოვანი და იმ ბრძოლაში რომელშიც ვართ ეს არის ჩვენი ერთგვარი ვალდებულებაც ხო და პრინციპში საზოგადოების მოთხოვნაც რომ ეს გაკეთდეს. ამიტომ თავისუფლების მოედანი დღევანდელ შეხვედრას ვერ ვესწრებოდით. მაგრამ თავისუფლების მოედანი ვიქნებით ყველა იმ ფორმატში, სადაც ეს მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება და ყველა იმ ჯგუფთან და ადამიანთან ერთად, ვინც გულწრფელად არის ამ ბრძოლაში ჩართული და მოქმედებს დემოკრატიის უპირველეს ყოვლისა სამშობლოს დემოკრატიის და თავისუფლების ინტერესებით და შემდეგ შეიძლება რაღაც სხვა მთავარი ესენი არის რა. ამიტომ ნებისმიერ ფორმატში იქნება ეს სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგობის ფორმატი თუ რაიმე სხვა. მათ შორის დამატებითი კერების შექმნა. ასე მოდით, ასევე კონტექსტისთვის ავხსნა და ზურა ეს არის უკვე თავისუფალი 8 წუთიანი სასაუბრო ზონა და შეგიძლიათ რომ თქვენც ჩაერთოთ. ესე იგი რა ხდება ხო რაღაც ხედავთ რომ უკვე 5 თვე არის პროტესტი თავისთავადი არის. მე მესმის რომ პოლიტიკური პარტიები, ოპოზიციური პარტიები ამბობთ რომ ჩვენ მხარდაჭერებით იქავართ და შესაძლოა პერსონალურადაც ამ აქციებს ესწრებით, მაგრამ ჩვენ ხედავთ რომ ეს არის რაღაც რაც თავისთავად ხდება, მაგალითად საზოგადოებრივ მაუწყებელთან მართლაც რუტინული და ყოველდღიური პროტესტი არის, რომელიც უერთდება შემდეგ რუსთაველის გამზირზე, სადაც ასევე რუტინულად შეცოტავებული, მაგრამ ხალხი მაინც იქ მიდის, ესენი ერთიანდება, იკეტება ამის შედეგად გზა და ეს როცა თავისთავად ხდება. აი ხო არ გონიათ რომ პოლიტიკურ პარტიებს შეგიძლიათ რომ თქვენი თუნდაც მეტი ეფექტურად ჩართულობის ნაწილში დაგვანახოთ ის რომ დაორგანიზაციოთ, აი როგორც იყო ეს თესეულის შემთხვევაში რომ თქვენმა პარტიამ გამოაცხადა ხო რომ აი ამ პროტესტს ჩვენ მხარდამჭერებთან ერთად დავიწყებთ და მობრძანდით ვინც ამ პროტესტს იზიარებთ. ასეთი დამოუკიდებელი კერები, ანუ სასაუბრო მაგიდის მიღმა, ქუჩის გაძლიერება, მით უფრო აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ იგივე 2024 წლის CSKO-ს შედეგებით მე მესმის რომ ვთქვათ, ამას არ აღიარებთ, მაგრამ ყველაზე ნაკლები შედეგი, სადაც აჩვენა ქართულმა ოცნებამ, ეს იყო დიდი ქალაქები, ეს იყო თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, აი ეს რამდენად დაინახეთ თუნდაც რესურსად, რომ წაახალისოთ იქ პარტიული, კონკრეტულად პარტიული მხარდამჭერების, ასე ვთქვათ, ჩართულობით პროტესტი. აი რა კონკრეტულად ამ მაგიდებმა, აი ამ თუნდაც წინააღმდეგობის მოძრაობებმა, რომელიც ერთიანდება რაღაც თუნდაც პრეზიდენტის ირგვლივ, რა შედეგები უნდა დაგვანახოს? გარდა იმისა, რომ საგარეო ზეწოლა გაზარდოთ. კარგი რა იქნებოდა, ანუ რეალური შედეგები რა იქნებოდა? რა შეგიძლიათ? რა შეგიძლიათ? არ გვინდა რომ თქვა განსაკუთრებული მოლოდინების შეგვიძლია, მართლა რაც შეგიძლიათ? შეგიძლია სხვა კითხვა არის, არ ვიცი რამდენად შესაძლებელია, იმიტომ რომ ბევრი რაღაცები იცადა და ბევრი რაღაცები არ გამოვიდა. მათ შორის სალომე ზურაბიშვილის გამოსვლასთან მიმართებაში პრეტენზიები რაც იყო, მთავარი პრეტენზია იყო ის, რომ არაფერი ახალი არ ითქვა. და მე რაც ვნახე და რაც ჩავთვალე რომ უსამართლობა იყო და მაგის გამო მე სტატუსის დავწერე იყო ის რომ რაღაცნაირად ყველამ დაუწყო სალომე ზურაბიშვილის სროლა. რაც ჩავთვალე რომ არ იყო ბოლომდე სამართლიანი. იმიტომ რომ სალომე ზურაბიშვილის პოზიცია მანამდეც საჯაროდ გაცხადებული და ეხლაც არის ის რომ ის რაღაცა გააჟღერებს მარტო იმ თემებს და იმ ინიციატივებს რომელზეც იქნება საერთო კონსენსუსი და თუ პოლიტიკური მოთამაშეები ვერ თანხმდებიან რაღაცებზე შესაბამისად ის ამას არ აჟღერებს. ამიტომ რაც გააჟღერა რომ არსებობს თანხმობა რომ ჩვენ ყველა ვითხოვთ ახალ საპარლამენტო არჩევნებს რაღაც ამ წესით და რომ პოლიტპარტიები უნდა გათავისუფლდნენ ეს არის ის რაზეც არის შეჯერებული პოზიციები შესაბამისად გააჟღერა ის რაზეც არის თანხმობა, რაზეც არ არის თანხმობა, იმას ვერ გააჟღერებდა. ამიტომ დღესაც ეგ დავწერე, აქედან ორი გამოსავალი არსებობს. მაშინ ამ სალომე ზურაბიშვილს უნდა ხალხმა მოთხოვოს, რომ მან თავის თავზე აიღოს მეტი პასუხისმგებლობა და არ ვიცი, რომელიღაცა პარტიები რაღაცაზე რო არ თანხმდებიან, ჟარგონს ვიღო დაიკიდოს და თქვას ის რასაც თulis რო არის სწორი, გააჟღერებულია ისედაც საჯაროდაც ჩანს. იმიტომ რომ შეიძლება ამ დებატებში გახარიას პარტია არის ძირითადად, რომელიც როგორც წესი შეხვედრებზეც კი თვითონ გახარიას პერსონალურად დასწრება და მონაწილეობაც კი პრობლემა არის შეხვედრებზე არის. ძირითადად ეგ არის როგორც წესი ხანდახან ეს რატო აფერხებს შემდეგ თქვათ ერთიანობა ხო არ გულისხმობს აბსოლუტურად სალომე ზურაბიშვილის პოზიცია რადგან ეგ იყო და მას საჯაროდ ქონდა ნათქვა რომ მე მარტო იმას გავაჟღერებ თუ გავუძღვები რაზეც იქნება კონსენსუსი ილაპარაკა ის რაზეც იყო შეთანხმება და სხვა რაღაცას ვერ ილაპარაკებდა იმიტომ რომ არ არის სხვა რაღაცა შეთანხმება და ანუ აქედან წინს გადასადგმელი ნაბიჯი არის რომ ან სალომე ზურაბიშვილმა თავის თავზე უნდა იყოს პასუხისმგებლობა
პასუხისმგებლობა და ვიღაცების რაღაც პოზიციები დაივიწყოს გვერდზე გადადოს და რაღაცა თქვას რომ მე ესე მგონია სწორი და მაინც ამას ვიტყვი და გავაკეთებ. ეს არის ერთი გზა. ან მეორე გზა არის რომ აქეთკენ პოლიტიკურ მოთამაშეებმა და არა მარტო პოლიტიკურ მოთამაშეებმა ძალამოძრაობისთან იკრიბებიან აქტივისტებიც, სამოქალაქო საზოგადოება ბევრი ვიღაცა არის. ეს ყველა ერთად რაღაც უფრო მეტზე უნდა შეთანხმდნენ. ანუ აქედან სხვა გამოსავალს მე ვერ ხედავ ხო და რა იქნებოდა კარგი, მოდი ამას ვიტყვი, ანუ არ ვიცი რამდენად გამოსვლადია, მაგრამ კარგი იქნებოდა ორი პრინციპული ამბავი ქვეყნის შიგნით რაც შეიძლება გააკეთოს ამ ყველამ ერთად, იმიტომ რომ მე რაღაც პოლიტიკურ სპექტრს ცოტა ისე უყურებ, მანამ სანამ ჩვენ არჩევნები არ აგვაქვს, მანამდე რაღაცა პარტიული ინტერესები და ეგეთი რაღაცები ჩემი აზრით უბრალოდ უაზრობა და სასაცილოა. ან ვართ ადამიანების რაღაცა რაოდენობა, რომელიც წინააღმდეგობას უწევს რეჟიმს და ვართ ამ რეჟიმში წინა და ეს ადამიანი ვიღაცა დაირქვა პოლიტიკოსი, ვიღაცას სამოქალაქო აქტივისტი ქვია, ვიღაცას არაფერი არ ქვია, მაგრამ ჭიდაობს და იბრძვის და 9 აზრი დააჯარიმეს. არაფერი ჩვენ შორის განსხვავება არ არის. იმასაც ისევ მოეკითხება აზრი, როგორც მე მომეკითხება აზრი. ეს რეალობა არის ახლა. სადაც კარგი იქნებოდა რა კი როგორც თქვა მოქმედი ოპოზიციური პარტიების მიმართ არის უფრო მეტი მოლოდინი. მე რო ველაპარაკები ხო ადამიანებს ვეუბნები ხომ რომ დაივიწყეთ რომ პოლიტიკოსი ქვია და ისე ვილაპარაკოთ. დაივიეთ შენ არის მოქალაქე ვარ. აი როგორც შენ ყოველ დღე ფიქრობ იმაზე რა არის გამოსავალი, ესე ვზივარ და მეც ფიქრობ. არა ვერ დაგეთანხმებით მაგაში. მე რაღაცა ოდესღაც ვთქვი რომ პოლიტიკოსი ვარ. არის მაგის გამინდა რომ რეალობა მე მგონია რომ მოდი არ გავაფასოთ პოლიტიკური ოპოზიციის ხო არა ბარი შევეშვა ესე იმიტომ რომ კითხვას დაუბრუნდები. სხვა მოქალაქეები რომლებიც თანა გიგზნობენ ამ ტკივილებში რაც ზოგადად დგას, ისინი თავიანთი ასე ვთქვათ სხვა სოციალური და სხვა ტიპის ცხოვრების პარალელურად ფიქრობენ ამაზე და რაც შეუძლიათ არის ქუჩაში გამოსვლა, მაგრამ პოლიტიკოსების ასე ვთქვათ მთავარი ძირითადი საქმე და ჩვენს მიმართ მოლოდინიც მაგით ყალიბდება, რომ არის პოლიტიკის წარმოება. მე მინდა კითხოთ აი მაგიტოვაც ვეუბნები ხოლმე რომ სინამდვილეში ამ პოლიტიკოსებისგან რიგით ადამიანებს რუსთაველზე ხო ყოველდღე ველაპარაკები ადამიანებს რაღაცა ეს წარმოდგენა რომ რადგან ეხა ლევანს ან ზურას პოლიტიკოსი ქვია, რაღაცა ჩვენ თავში რაღაცა ისეთი განსაკუთრებული იხარშება, რომელიც რაღაცა ჩოლური ადამიანის თავში არ მოიხარშება, არა, რა ვიცი, ლაპარაკოთ, უნდა ვილაპარაკოთ და ერთად ვიფიქროთ და რაღაცას მოვიფიქროთ და მაგას შეიძლება ნებისმიერმა შეიტანოს ესეთივე წვლილი. ეს წარმოუდგენა რომ რადგან იმათ პოლიტიკოსები ქვიათ, იმათმა რაღაცა ზებუნებრივი რაღაცა ცოდნა გააჩნია და ამიტომ იმან აუცილებლად რაღაცა უნდა გამოსავალს მიაგნოს დღესვე და რაღაცა, ნუ რავი, არ ხდება ეგრე. და რა არის გასაკეთებელი, მოდი კარგი კითხვა იყო და იმიტომ ჩემი აზრით პრინციპული საკითხი არის ერთი, რაზეც ვლაპარაკობ მე, რომ თავარი ამბავი არის ის, რომ სად არის გამოსავალი და გასაგები გზა რა არის, როგორ მივდივართ. ეს ჩვენ მე არ მჯერა ამ ბრძოლის მოგების ადამიანების დიდი რაოდენობის გარეშე. ჩემი აზრით ეს ბრძოლა მოიგება მარტო ქუჩაში ახლა. და ადამიანების ჩართულობა სჭირდება ის, რომ ადამიანებს ესმოდეთ გასაგებად რა სად მივდივართ. მარტო ის კი არა, რომ საღამოს რუსთაველზე გავდივართ, მაგას ყველა ვაკეთებ. მაგის მიღმა სად არის? კიდე რა გავაკეთო? ამას გეკითხება ადამიანი. რაში ჩავერთო, ხო? უნდა იყოს ხედვა და ეს ეგ არის ერთი კი, ეგ არის ერთი მაგის გარეშე ვერ მოვიგებთ უბრალოდ. ეგ გონია ყველაზე პრინციპული საკითხი. ბატონო, ეს ხალხი ხო ძალიან დიდი რაოდენობით ნახეთ, აი ნახეთ მართლაც გადავსებ და არაერთხელ ბევრჯერ, მაგრამ აქ ჩემი შეკითხვა არის, როგორ ფიქრობთ აი ამ ხალხს, რომელსაც აქვს მზაობა რომ ქუჩაში გამოვიდეს, რომელსაც გაცნობიერებული აქვს ქუჩაში გამოსვლის მნიშვნელობა, ოპოზიცია იმედით უფრო მეტად, ასე ვთქვათ, მუხტავს თუ იმედგაცრუებით? აი აქამდე დავიყვან მოდი ამ შეკითხვას რა. მუხტავს ახლა ამ წუთში ჩემი აზრით. არაფრით არ მოხდავს და ალბათ ეგ უფრო იმედად და აქ 8 წუთიანი ასე ვთქვათ დროა მოიწურა, მაგრამ მგონია რომ ეს კიდევ უნდა დავამატოთ 5 წუთი და გავაგრძელოთ ეს საუბარი. ლევან, აი მართლა ამ კითხვას მოდი ჩაუღრმავდეთ. პროტესტი ადამიანებში მესმის რომ ეს უნდა გაფართოვდეს თქვენ წარმოდგენით კიდევ უფრო, მაგრამ შეიძლება საკმარისად უკვე ადამიანებს აქვს გამჯდარი ამ პროტესტის მნიშვნელობა და მე ვფიქრობ რომ ესე არის, მაგრამ პოლიტიკოსები ამ პროცესს და ამ პროტესტს უფრო მეტად იმედით მუხტავთ თქვენი ქმედებებით თუ იმედგაცრუებით? მე ვფიქრობ პოლიტიკოსებს მეტი მოგვეთხოვება. აბსოლუტურად ზურას ვეთანხმები იმაში რომ რაღაც განსაკუთრებული რაღაცები კი არ შეგვიძლია, მაგრამ ამ როლში რო ვართ ეს მნიშვნელოვანია და ამიტომ მგონია რომ მაგიდაზე ბევრი სხვა იდეა კიდე უნდა დავდოთ ჩვენ და ვიმსჯელოთ. ჩემი აზრით ბევრ რამეზე მოვახერხებთ შეთანხმებას, რაღაცებზე შეიძლება ვერ შეთანხმდეს პოლიტიკური პარტიები თუ პოლიტიკოსები თუ ჯგუფები, რატო ვამატებ პოლიტიკურ პარტიებს რა? ამ ბრძოლაში მარტო ტრადიციული პოლიტიკური ჯგუფები არ იქნება საკმარისი, ჩვენ გვჭირდება კიდევ ახალი საპროტესტო მოძრაობები, ყველა
ვინც რაღაც როლს ასრულებს, რომ ამ პროცესის ორგანული ნაწილი იყოს და ეს პროტესტი და ეს წინააღმდეგობა არ იყოს ექსკლუზიური რა. უნდა იყოს მაქსიმალურად ინკლუზიური, გონივრულად ინკლუზიური, რომ იყოს ასევე ეფექტური, ხო? მაგრამ მაგიდაზე უნდა დავდოთ ბევრი საკითხები. ამიტომ არის რომ ჩვენ საუბრობთ მაგალითად ეკონომიკური ბოიკოტის საკითხებზე, სხვა საკითხებზე, საჯარო მოხელეების დაცვის საკითხებზე, იმ ადამიანებს როგორ ვეხმარებით, ვინც თქვათ გამოუშვეს სამსახურიდან, რა ხდება, ხო? ადამიანები ხა ვიცი ის პარტიები, რომელსაც მეტი რესურსები აქვს, თქვათ, მათ აქვს შესაძლებლობა კიდე იურიდიული მხარდაჭერა გაუწიონ ადამიანებს, ვისაც სასამართლო სჭირდება და შედგება. ერთ-ერთი მთავარი რამე რაც უნდა ვაკეთოთ, ამიტომ საუბრობთ არა იმიტომ რაღაცა ჩვენი დაწერილი ტექსტები გავყიდო და თქვა რომ ჩვენ გვაქვს მაგარი სტრატეგია ან ხედვა, არა, აბსოლუტურად ეგრე არა. პირიქით, როდესაც ჩვენ ეს გამოვაქვეყნეთ, ჩვენ თქვით რომ ეს არის ჩვენთვის რაღაცა ხედვა, რომელზეც უნდა დავსვდეთ მათ შორის პოლიტიკურ პარტიებთან ვიმსჯელოთ და ყველამ უნდა გააკეთოს ეგ რა, ჩემი აზრით. და მე უნდა ვთქვა რომ როგორ ხედავთ ამ ბრძოლას. ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რაც ჩვენ უნდა შევასრულოთ, არის ის რომ ხალხს ვაჩვენოთ დამაჯერებელი სტრატეგია. იმისათვის როგორ ვიბრძვით, ზუსტად ეს არის, ამაზე ვსაუბრობ. ეგ მოლოდინია დაწუნებული ვარ. არა, ოღონდ გეგმისგან განსხვავდება სტრატეგია და მაგიტომ ვამბობ რა. გეგმა არის რომ ამ კვირაში ამას ვაკეთებ. ეგ გულწრფელად ვიტყვი, ეგ არის შეუძლებელი. მაგრამ თუ საუბრობთ იმაზე რომ როგორ უნდა ვიბრძოლოთ, რა მეთოდებს უნდა მიმართოთ, რა ეტაპები უნდა გავიაროთ, ხო? რა რესურსები, აი ეს ჩემი აზრით არის მნიშვნელოვანი მეთოდებით და ეტაპებით. აი აქამდე დავიყვანოთ, რა მეთოდებს უნდა მიმართოთ. რამ გაამართლა აქამდე გამოცდილი მეთოდებიდან და რა ეტაპებზე უნდა გაიწეროს აი ეს მეთოდები. მოდი აი ამ ფორმულებით რამ გაამართლა შეგვიძლია მაგაზე ლაპარაკი, ეტაპები გამიჭირდება, რამ გაამართლა იმან რომ რუსთაველი არის საკრალური ადგილი და ჩემი გამოცდებიდან შემიძლია გითხრათ რომ სადაც არ უნდა დააორგანიზო აქცია საბოლოო ჯამში ადამიანები ავტომატურად მაინც მიდიან რუსთაველზე და მაგას ვერავინ ვერ შეცვლის, ამიტომ რუსთაველმა დარჩეს ისე როგორც არის და იქნება მაგ პროტესტის საფუძველი, მაგრამ მაგის მიღმა არის რაღაცები კიდე საკეთებელი. ჩემი აზრით მიუხედავად ბევრი დაცინისა და კრიტიკისა და რაღაცებისა გაამართლა მარშებმა, თან ძალიან გაამართლა ჩემი აზრით, მარშები აღმოჩნდა უცნაური, არც ვიცი სადმე რომელ ქვეყანაში მსგავსი გამოცდება იყო თუ არა, მარშები აღმოჩნდა კარგი გზა იმისათვის, რომ ხალხი მიიყვანო რუსთაველზე, როდესაც ადამიანები აიდენტიფიცირებენ საკუთარ თავს რაღაც მარშთან. მაგრამ როდემდე ხო ანუ პროცესი ითხოვს მე რაღაცნაირად კულმინაციას. ბოლო რამდენჯერაც გაკეთდა, მიუხედავად იმისა, რომ მე მიილია და არავის აღარ დაუგეგმია, რამდენჯერაც დაიგეგმა, იმდენჯერ იმუშავა, ბოლო იყო. რატო არ გვაჩვენეთ თქვენი ელექტორალური ძალა თუნდაც მარშებს? არ ვიცი, რატო ვერ ვნახეთ პარტიული მარშები? მართლა ვკითხულობ ამას, იმიტომ რომ არა, გულისხმობ პარტიულ მარშებს თუნდაც იმ კონტექსტში, რომ არ დაგიკავებიათ გამოკვეთილად გვესმის ეს თესე ვნახეთ, რატო ვერ ხედავთ ასეთ პარტიების მიერ თავიანთ ელექტორალურ ძალაზე დაფუძნებული ცალკეული პროტესტები, არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებში, ხო? მაგაზე შემდეგ კითხვაზე შეგვიძლია ეხლა შემიძლია გიპასუხოთ მაგაზე, იმიტომ რომ მაგალითად ჩვენ თავისუფლების მოედანი ყოველ ხუთშაბათს, როგორც თავისუფლების მოედანი, ოღონდ არ არის ეს ექსკლუზიური ამბავი და სხვებსაც ვეპატიჟებთ ყოველთვის, უზენაეს სასამართლოსთან მართავთ აქციებს რა. ყველგან სადაც იმიტომ რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა არის გასაღები ყველა იმ პრობლემაზე, რომელზეც დღესაც ვსაუბრობთ და კიდევ ვისაუბრებთ და კიდევ ბევრ სხვა რამეზე, რაზეც ვისაუბრებთ რა. ამიტომ იქ პარტიულად ჩვენ ვდგავართ. ეხლა ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ პარტიებს შორის რესურსები არის შეზღუდული. ხო, ის რაც ვიღაცა ტრადიციულ დიდ, უფრო რესურსებით ძლიერ პარტია შეუძლია, შეიძლება თავისუფლების მოედანს დღეს არ შეუძლია, იმიტომ რომ ახალი პოლიტიკური პარტია ვართ, ხო? ამიტომ ყოველ ხუთშაბათს ვართ იქ, ყველა პროტესტში, რომელიც საქართველოს თბილისში იმართება ვართ. ყველა ქალაქში, ბათუმი, ქუთაისი, თელავი, ახმეტაშიც კი ყველგან ჩვენი წარმომადგენლები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. არ არის საჭირო ყველგან გეჭიროს პარტიული დროშა, პარტიული დროშით უზენაეს სასამართლოსთან დგავართ ყოველ ხუთშაბათს და კიდევ სხვა რაღაცეებზეც ვფიქრობთ, მაგრამ ჩვენი წარმომადგენლები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ასევე რეგიონებში აი ამ პროტესტის გაძლიერებაში. აი მეთოდებსა და ეტაპებს კი ბატონო. კი, ჩემთვის ეს პირობითად 4 ძირითადი ეტაპისგან შედგება და ამით დავიწყე საუბარი. ხო, პირველი ეს არის დარწმუნება და პროტესტი, რასაც ნაწილობრივ ახლა აკეთებთ. მეორე ეს არის ბოიკოტი და არათანამშრომლობა. მესამე არის უკვე როდესაც ავტორიტარული რეჟიმის დეზინტეგრაცია იწყება, აღარ ემორჩილება მას სხვადასხვა ჯგუფები, პოლიცია იკრიბა, ესეც ნაწილობრივ დაწყებულია. ესეთი დემარშები საჯარო სექტორში, სპეცსამსახურებში, შეიარაღებულ ძალებში მე არ მახსოვს არც ერთ სხვა დროს რა. ესეც მნიშვნელოვანი რამე, ამიტომ ამას უნდა ყურადღების მიქცევა, ამას უნდა საუბარი, ამას უნდა მიზანმიმართულად მუშაობა. ეს არის მესამე ეტაპი და მეოთხე ეტაპი ჩემი აზრით, რაზეც იშვიათად საუბრობენ ხოლმე.
მაგრამ არის აუცილებელი. იმიტომ რომ ეს ეტაპი ჩვენ ხელისუფლების სრულებების სამი ეტაპი, რაზეც მე ახლა ვსაუბრობ, ადრეც გავლილი გვაქვს. მაგრამ მეოთხე ეტაპი არ გაგვივლია. რა არის მეოთხე ეტაპი? მეოთხე ეტაპი არის ნამდვილი დემოკრატიის ჩამოყალიბება ქვეყანაში. ძალაუფლების სწორი გადანაწილება, დეკონცენტრაცია, გადანაწილება აი ამ შეჯგუფებული საპოლიციო და სუსის ძალაუფლების, მათი პარტიული კონტროლი და რომ ახლა უბრალოდ ამაზე საუბარი მე მგონი არა საჭიროა, იმიტომ რომ ყველამ უნდა იცოდეს რომ ჩვენ იმისთვის კი არ ვიბრძვით რომ მარტო ქართული ოცნება წავიდეს და ვიღაც სხვა მოვიდეს და იგივე სისტემა შეინარჩუნოს. არა, მაგისთვის მე არა ვარ პოლიტიკაში. ჩვენ აქ იმით ვთხოვართ რომ ქართული ოცნება უნდა წავიდეს, მაგრამ საქართველოში მრავალპარტიული დემოკრატია უნდა დამკვიდრდეს. დამოუკიდებელი სასამართლო, ანგარიშვალდებული მთავრობა, დემოკრატიული პარლამენტი. კეთილი. აქ მე გულისხმობდი იმას, რომ ზოგადად დემოკრატიაზე, სამართლებრივი სახელმწიფოს მნიშვნელობაზე და ინსტიტუტების მნიშვნელობაზე საუბარი უნდა იყოს, ასე ვთქვათ, ფონად ნებისმიერი დისკუსიისას და არც ამის წინააღმდეგი, არც ამ შემთხვევაში ვართ, უბრალოდ ამ შემთხვევაში მოლოდინი არის, რომ ძალიან მკაფიო ხედვები შევთავაზოთ აუდიტორიას, რომელიც რატომაც გონია, რომ ძირითადად ამ მოლოდინით შეიძლება უყურებდეს ამ დებატებს. ჩვენ ასე ვთქვათ, ის დადგენილი დროები ამოწურეთ, მაგრამ მე მინდა რომ ამ შემთხვევაში ვისარგებლოთ ჩემი როგორც რაღაც წამყვანი სუფლებით და დავამატო კიდევ ორი წუთი და მოგიტრიალდეთ ერთი შეკითხვით, რომელიც მესმის რომ არ არის პოპულარული საკითხი. მე მესმის რომ თქვენ ამ შემთხვევაში ახსენეთ 2020 წლის გამოცდილება, რაც არის ასე ვთქვათ, ანგარიშგასაწევი ფაქტორი, შარლ მიშელის ჩაშლილი მოლაპარაკება, სადაც ხო ამ ჩაშლის ავანგარდში ვიცით ვინ იყვნენ და შემდეგ უკვე საბოლოოდ ქართულმა ოცნებამ გადაიფორმა ის ყველაფერი, მაგრამ მე მინდა მიუბრუნდე ისე შესვლა არ შესვლის საკითხსა და მის ეფექტურობას რა, ის კანონები, რაზეც საუბრობდით, რომელიც აი მარტო დღეს დაესვა ქართული ოცნების ერთპარტიულ პარლამენტში ბეჭედი. ხო, ეს არის სამშობლოს ღალატის შესახებ დაბრუნებული გაუქმებული კანონი, ეს არის ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით რა არსებულ კანონში შეტანილი ცვლილებები, რომელიც სადამსჯელო სახემისა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ეს არის უცხოელი აგენტების აქტი, ეგრეთ წოდებული ფარა, ეს არის მაუწყებლობის შესახებ კანონი, ხო? მე მაინტერესებს იმ საერთო 61 მანდატით და ამას გულისხმობ არაპოპულურ საკითხში, რომ მოდი ესეც განვიხილოთ, იმ დაშვების შემთხვევაში თქვენ რომ შესულიყავით, ხო არ იქნებოდა უფრო მეტად დემონსტრაციული თქვენი წინააღმდეგობები, უფრო მეტად ერთი მხრივ ქართული ოცნების აი ბუნების მაჩვენებელი თქვენი წინააღმდეგობების გაწევით და დამობრკოლებელი რომ აი ესეთი და მსგავსი რეპრესიული კანონები მიღებულიყო და ასევე თუ არ ასე ვთქვათ გაუშვით ხელიდან ლეგიტიმაციის საკითხთან დაკავშირებით, თუნდაც ის შესაძლებობაა რომ გამოგეყენებინათ კანონით ასე ვთქვათ განსაზღვრული თქვენი უფლება რომ თქვენ თავად შეგექმნათ მაგალითად ასე ვთქვათ საგამოძიებო კომიტეტი პარლამენტში, რომელიც იქნებოდა მომართული სწორედ თუნდაც გნებავთ ცესკოს მიმართ და გამოიძიებდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ დარღვევებს. მოდით 2 წუთს გაძლევთ ზურა აი ამ პერსპექტივის განხილვაზე თქვენ, რა ხელს მოგცემდა 61 მანდატი ოპოზიციიდან, რომ შეგვეჩერებინა რეპრესიული კანონები და შემდეგ მოგცემთ ლევან 2 წუთს თქვენ. მე ბოლო იმიდან დავიწყებ, მეორე კითხვის მეორე ნაწილი იყო ხო არ გაუშვით ხელიდან საგამოძიებო, ხო მაგის არანაირი რესურსი არ იქნებოდა, ეგ არის გამორიცხული და მათ შორის არჩევნებთან დაკავშირებით რა მოხდა ქვეყანაში, საკმარისად გამოვიძიეთ გარეთ, საკმარისი მასალაც დავდეთ და მაგასთან დაკავშირებით კითხვები არ აქვს, თუ არ ჩავთვლით გარკვეულ გამონაკლისებს 1-2 უცხოელი სადღაც თუ გადამეყრება ხოლმე, რომელიღაც შეიძლება ეგეთი ფრაზა თქვას, რომ ნუ ეხლა რა ვქნათ ამ ქვეყანაში არჩევნები სულ ყალბდებოდა. ის კი არა არ გაყავდა. ნუ რა ეხლა სულ ყალბდებოდა რა, ეს შეიძლება თქვას, მაგრამ სინამდვილეში მაგასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს. ეგ მასალები მოამზადა არაერთმა ორგანიზაციამ, მათ შორის არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, ჩვენ მათ შორის გავაკეთეთ მაგის კომპილაცია, სადაც ყველაფერს ერთად თავი მოვყარეთ და ეგ დოკუმენტები არის დაგზავნილი ყველასთან. ამიტომ არჩევნების თემა ბოლო რამდენი ვიზიტი მქონდა, მე არ ვიცი, ესტონეთში იყო, ლატვიაში ვიყავი, მანამდე სტრასბურგში ვიყავი, მანამდე ბრიუსელში ვიყავი, მანამდე სტრასბურგში ვიყავი, არსად კითხვა მაგასთან დაკავშირებით არჩევნები გაყავდა თუ რა საქართველოში არ არსებობს. ეს გულისხმობს იმას, რომ კითხვა მათ შორის იმასთან დაკავშირებით, რომ მასშტაბი ისეთი იყო, რომ მაგან გავლენა იქონია საბოლოო ჯამში არჩევნების შედეგებზე. რაც შეეხება შიგნი ბრძოლას, ბოლომდე სიმართლე თუ ვიტყვით 61 არის ძალიან პირობითი რიცხვი, 61 მებრძოლი იქ არ იქნებოდა არც ერთ შემთხვევაში, მაგრამ რომც ყოფილიყო
და 71 არ იქნებოდა, იმიტომ რომ სიები არ ვარგოდა ვიღაცეების და იქ ხალხი არის ისე ჩაწერილი, ზოგს ფულია გადახდილი, ზოგსა და იმას თვალით ვერ ნახავდი პარლამენტში, მაგის გამოცდილებაც როცა ვიყავი პარლამენტში. ამიტომ 71 არ იქნებოდა, რომც ყოფილიყო 61 შიგნი გაქვს 0 ბერკეტი რო ამოშეცვალო. ერთადერთი რაც შეიძლება მაგედან პლუსი ყოფილიყო, კონკრეტული პარტიებს ექნებოდა ტრიბუნა და რომელიღაცა პარტიები თუ უკეთესად რაღაცა იჭიდავებდნენ და უფრო მახიანად გამოვიდოდნენ, დაიწერდნენ მეტ პოლიტიკურ დივიდენდებს საზოგადოების რაღაცა ნაწილის თვალშეღონდ, ეგ საზოგადოების ნაწილი არის ისედაც ოპოზიციური ელექტორატი, ვინც აქეთ არის და სიტყვაზე რა ვიცი, აი ლელო თუ კარგად იჭხუბებდა უფრო, ლელო შეიძლება უფრო მოწონებოდათ, ვიდრე თქვა ნაციონალები როგორ იჭხუბებდნენ, თორე ის რომ შიგნით რამე გააჩერო, არამე საკუთარი ინიციატივა გაიტანო, ეგ არის გამორიცხული, aber მე მაგ ჯილდო მიღებული ოპოზიციიდან ყველაზე მეტი საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი ვიყავი 1 წელი. არც ერთი არ გასულა. მადლობა, დავჭეთ 2 წუთიან რეგლამენტში, ლევან იგივე შეკითხვით გიბრუნდებით. რა იქნებოდა რომ არ დარჩენილიყავით გარეთ, შესულიყავით შიგნით და იქიდან გვეჩვენა, ეს ხო არ იქნებოდა თუნდაც რეალურ პოლიტიკაში უფრო, ასე ვთქვათ, ხილოსხوار უფრო გახდიდა თქვენ საქმიანობას დავამატებ პატარა, ასე ვთქვათ, დანარცაც ამ შეკითხვას, ის კრიზისი რაც და იმედგაცრუება რაც პროტესტს შეიძლება გქონდეს ოპოზიციის მიმართ, შესაძლოა ზუსტად ეს არის, რომ რეალურ პოლიტიკაში რეალურ ქმედებებს ვერ ხედავს. პარლამენტი არის, ეს არის მთავარი პოლიტიკური ტრიბუნა და დემონსტრაციული არის იქ თქვენი ნებისმიერი, ან პოლიტიკური, რეალური პოლიტიკის ნაწილი არის, ხო? აი ამ გადასახედიდან უნდა გქონოდა თუ არა რაიმე პერსპექტივა იქნებოდა თუ არა მაგას რომ თუნდაც აი ამ კანონებისთვის გაგეწიათ წინააღმდეგობა. კარგია, მადლობა. მათ შორის არის ხო არის წინააღმდეგობის გაწევა, იგივე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, პრეზიდენტობის ვადასთან დაკავშირებულ საკითხებზე, არ ვიცი, შემდეგ უკვე ყაველაშვილთან დაკავშირებულ საკითხებს და ბევრ სხვა რამეს, ხო, რაც დღეს შეიძლება ქართულ დემოკრატიას თვითონ აწევს. ნუ დავიწყებ უპირველეს ყოვლისა იმითი, რაც თქვენ დასასრულისკენ თქვით, რომ რაღაც ოპოზიცია ვერ აჩვენეს პოლიტიკურ პროცესს, ხო, ეს კრიტიკა რაც არის. მაგრამ აქ არ უნდა შეგვეშალოს, არ უნდა დაგვავიწყდეს უფრო სწორად, უკაცრავად, ვისი პასუხისგებლობაა რეალურად ეს რა, ანუ ქართულმა ოცნებამ პოლიტიკური პროცესი მოკლა, იმიტომ რომ მან თქვა, რომ პოლიტიკას აღარ აქვს მნიშვნელობა ქვეყანაში, ხო? არჩევნებს აღარ აქვს მნიშვნელობა. პარლამენტიც რო შეხედოთ, როგორ არის მოწყობილი, იქ ოპოზიცია არის სრულიად უუფლებო. სრულიად აი მართლა როგორც ზურა ამბობს, რა ვიცი, მართლა თუ გამოხვალდა რაღაცა და ეგ პოლიტიკოსის საქმე ალბათ არ უნდა იყოს, რომ შეეჯიბროს არც არავისი ნორმალურ ქვეყანაში, ვინ მეტად დაასისხლიანებს ერთმანეთს, ხო? მაგრამ პოლიტიკური პროცესი ოპოზიციის გამო კი არ არის მკვდარი. პოლიტიკური პროცესი უპირველეს ყოვლისა მკვდარი არის, იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ ხაზი გადაუშვა ამას. და თქვა, რომ აღარ აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმას, რას მეტყვის ბიძინა ივანიშვილი. მე მესმის ოპოზიციით იმედგაცრუება, მე სხვათა შორის შემიძლია, რა ვიცი, ჩემთვის შეიძლება რაღაც ამბავში, აი მხოლოდ პარტიული პერსპექტივიდან რო ვიფიქრო, ხო და ეგრე არ ვაკეთებ, ყველაზე კომფორტული პოზიცია დავიკავო. გავდგე გვერდზე და ვთქვა, რომ მე ვარ ახალი პოლიტიკური პარტია, არანაირი წვლილი და რაღაცა პრობლემა არ მიმეწ და ვაკრიტიკო დანარჩენები რა. და ამათ რაღაც ჩემი რეიტინგი შევიქმნა, რომ ნახე რა ჭკვიანურად აკრიტიკებს ზურას, ან ვინმე სხვა, მაგრამ ამას არ ვაკეთებ, იმიტომ რომ ხედავ რეალურად რა სიტუაციაა, ხო? რაც შეეხება პარლამენტში შესვლას, ოპოზიცია რო შევსულიყავით პარლამენტში, ის ყველა კანონი რაც თქვენ, ეს მათი წინასაარჩევნო დაპირებების ნაწილი იყო. ისინი ყველაფერს ამას წინასწარ ამბობდნენ, რომ გავაქმებთ ოპოზიციას, ამბობდნენ რომ გავამკაცრებთ პასუხისგებლობას, ეს ყველაფერი მაინც გაკეთდებოდა. ოღონდ გაკეთდებოდა ისე რომ ოპოზიცია აღმოჩნდებოდა რაღაცნაირად ამის თანამონაწილე, არ იქნებოდა საერთაშორისო იზოლაცია, არ იქნებოდა საერთაშორისო რეაქცია ამ ყველაფერზე და არ იქნებოდა პროტესტი. იმიტომ რომ ოპოზიცია იქნებოდა შიგნით და ეს არის ჩემი აზრით მნიშვნელოვანი. ცხადია, მე არ გიკამათებით, ეს არის მესმის არაპოპულარული საკითხი, მაგრამ ადამიანების ნაწილში თუ კი არის განცდა, რომ ამ კითხვებს უნდა კიდევ ერთხელ გაიცეს პასუხი, მგონია რომ ამ დისკუსიის ფარგლებში ამასაც უნდა უპასუხოთ. აქვე უბრალოდ რაღაც პატარა ჩემი რეპლიკის სახით, რომ შესაძლოა უბრალოდ ბოიკოტით ქართულ ოცნებას აჩვენებთ ოპოზიციის მიერ წინააღმდეგობის უკვე გაკვალულ გზას და სიურპრიზი აღარაფერი არის ამ ნაწილში მოწინააღმდეგის თვალსაზრისით რო შეხედოთ უკვე იცის როგორ დაგეგმოს საპასუხო ნაბიჯები, როდესაც გადის ბოიკოტზე პოლიტიკური ოპოზიცია. კეთილი, დიდი მადლობა რომ უყურებთ ამ დებატებს, თქვენ უყურებთ 64-ის YouTube-ის არხს, რა თქმა უნდა გაგვახარებს თუ კი გამუყობით YouTube-ზე, გამოიწერთ და დაგვიტოვებთ ასევე თქვენს კომენტარებს ამ პოზიციებთან დაკავშირებით, რომელსაც
უსმენთ ჩვენი სტუმრებიდან და ჩვენ გადავალთ უკვე ჩვენი დებატების მეორე სადისკუსიო თემებზე. ჩვენ ისე დავაწყეთ ეს საკითხები, რომ ერთი მხრივ დავინახოთ სამომავლო გეგმები და პირველ რიგში ეს, იმიტომ რომ თავარი ინტერესი ამის მიმართ არის, მაგრამ მეორე მხრივ გვინდა რომ გავაანალიზოთ ის ძირითადი სტრატეგიული ნარატივი, რომელსაც უხეშად ვთქვათ აზის ქართული ოცნება წინასაარჩევნო პერიოდიდან დღემდე ის ამ მხრივ არ ცვლის კურსს და მას ხო რაღაცნაირად ეს შიშზე დაფუძნებული კამპანია შეიძლება ითქვას რომ გარკვეულწილად მომგებიან პოზიციაში ასე ვთქვათ აყენებს. ჩვენი მეორე საკითხი არის სწორედ აი ამ ნარატივის გადატეხვაზე რა არის ოპოზიციის პასუხი. მოდი ძალიან მოკლედ რო ვთქვათ, ეს იყო მთავარი, რაზეც იდგა ოცნების წინასაარჩევნო პერიოდში კამპანია, ეს იყო მინდავშიდობის საკითხი, ეს იყო შიშის დამთესავის სხვადასხვა ტიპის, ასე ვთქვათ, პროპაგანდისტული გზავნილები და ამის საპასუხოდ ჩვენ ვერ ვნახეთ ოპოზიციის მიერ ეფექტურად წარმოებული კამპანია, რომელიც ერთი მხრივ აი ამ შიშებს დაამარცხებდა და მეორე მხრივ გააჩენდა იმედს მარტივი გზავნილებით, ხო? დღევანდელი გადმოსახედიდან რა შეგიძლიათ, იმიტომ რომ ეს გზავნილები არსად არ გამქრალა, დღეს როგორ შეგიძლიათ აი ამ გზავნილებზე ესაუბროთ ადამიანებს? 2 წუთი გექნებათ, მოდი ზურადან დავიწყოთ ამ შემთხვევაში, 3 წუთი ზურად დავაკონკრეტებ, დავაზუსტებ. ამაზე ერთხელ ვილაპარაკე პოდკასტში და მე მაგინებდნენ ერთი კვირა, მაგრამ ამბავი იყო ესე, რომ ყველა პარტიას, ყველა პოლიტიკურ ჯგუფს ყავდა კონსულტანტები, ნუ ყველას რავი, თითქმის ყველას და ამ თემაზე ქონათ ყველას უამრავი კვლევა ჩატარებული. და საბოლოო ჯამში ყველა მივიდა იქამდე, რომ რაიმე ერთი ეფექტური რაღაცა მოკლე მესიჯი, როგორც რო გეკითხებიან, რაღაც აბაუმი გინდა და შენც ეს ხარტად უპასუხო, ამას ვერავინ ვერ მიაგნო. ვინმეს რომ მიეგნო და ეს სადმე გამოიყენებინა, იმას აიტაცებდა ცხადია ყველა. მაგრამ ვერავინ ვერ მიაგნო ამას. და საბოლოო ჯამში ყველამ დაგეგმა თავის საარჩევნო კამპანია, იქიდან გამომდინარე, როგორც გაზომეს და მიზანშეწონილი იყო, მოდი ესე ვთქვათ, რომ მე მაინც და მაინც მაგის დიდი სპეციალისტი არ ვარ და მაინც და მაინც არ მესმის, მაგრამ ამბავი იყო ის, რომ ადამიანს თუ ეშინია ძაღლის იმას ელაპარაკო კამპანიის დროს, რომ ნუ გეშინი არ გიკმეს, რაც მეც ელაპარაკები, ნუ გეშინი არ გიკმეს, მით უფრო მეტად უჩდება შიში. ამიტომ ხო, გააზრებული სტრატეგია იყო, როგორც ხვდები, ყველას გააზრებული სტრატეგია იყო ეს, რომ კამპანია ჩავატაროთ სხვა საკითხებზე და ამ თემაზე თუ სადმე შეხვედრაზე ვიღარ რაღაცას კითხავს, რავი, პასუხი გავცეთ. მე მქონია ალბათ, რავი, მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში ბევრ განვიარე ძალიან და ალბათ ჯამში მქონდა 3-4 შემთხვევა, როცა ადამიანებმა მაგაზე კითხვა დამისვეს და აუხსენი და მოეწონათ და კარგია რაღაცა წავალ ჩემეზობას ესე დაველაპარაკები. ოღონდ ვრცელი პასუხი იყო, არა რაღაცა მოკლე მესიჯი, რომელსაც ბანერზე დაწერ, არა ვრცელი პასუხი, მათ შორის უკრაინის მაგალიძე, რატო არის მე ყველაფერი ტყუილი. სხვა მხრივ, რავი, ჩვენ კამპანია ჩავატარეთ ისე როგორც ჩავატარეთ და როგორც ლევანმა დასაწყისში თქვა, საბოლოო ჯამში ამ კამპანიამ მოიგო. საბოლოო ჯამში ჩვენ ეს არჩევნები მოვიგეთ ამ 4 პოლიტიკურ ჯგუფმა. ამიტომ იმის თქმაც, რომ რაღაცა ეგ არასწორი იყო, ჩემი აზრით არასწორია. სავარაუდოდ სწორი იყო ეგ გადაწყვეტილება სტრატეგიულად რაც მიიღო მაშინ იმან. ის რომ ეხა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მართლა ეშინიათ თომი ცხადი არსებობენ და მაგ ადამიანებს არსებობს პასუხი, ხო და არსებობს მოკლეს ხარტი პასუხი, მაგ ადამიანებს უნდა დაუждე და დაელაპარაკო და გააგებინო და მე რაც ქონია შემთხვევები, ყველასთვის გამიგებინებია. ეხლა მუშაობს თუ არა ეგ კამპანია, რაღაც ნაწილზე მუშაობს, თუმცა ჩემი პირადი აზრი არის ეს, რომ მეტწილად ეხლა ადამიანი რომელიც გეუბნება რომელიც ამართლებს იმას რომ ჯერ კიდევ არის რეჟიმის მხარეს იმითი რომ თითქოს ომის ეშინია ეგ არის უბრალოდ პასუხი რომელიც მა პროპაგანდა მიცა რომ უპასუხოს იმიტომ რომ უნდა გაამართლოს უამრავი ადამიანის წამება სისხლი პირში ჩაფურთხება ის რომ იქ დეკემბრის დაწყისში რაღაც ფეხბზიმე გოგოს მუცელი მოეშარა ის რომ ძირს დაგდებულ ბიჭებს ახალგაზრდებს სახში წიხლებს უტყავდნენ ვიღაცა ნიღბიანი ნაბიჭრები აი ეს ყველაფერი უნდა გაამართლოს მიუხედავად ამისა რატო ხარ იქით და რაღაცა დიდი უნდა თქვას და ეს დიდი არის რომ რავი სამაგიეროდ ომი არა გვაქვს რა ანუ ეხლა მგონია რომ უფრო თავის გასამართლებელი ამბავი არის იმის გამო რომ სხვა არგუმენტი არ აქვს ვიდრე ის რომ იმას კი რომ ხალხი არ არის ვისაც ეშინია ომის ყველაზე გვეშინია რა მეც მეშინია ომის ვარ გეშინოს გიჟი უნდა იყო მაგრამ ეხლა ჩემი ეს უმეტესწილად ვინც მაგას ამბობს ამით ამართლებს რატო არის დღემდე
რეჟიმის ხარეს და მაგას მაგით უამბობს და არა იმიტომ რომ მადლობა, მართლაც უომზე ფიქრობს. მადლობა. ლევან, იგივე კითხვით მოგმართავთ. მოდი კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ იმ მომენტში წინა საარჩევნო პერიოდში და წინა საარჩევნო პერიოდში თქვენ დამოუკიდებლად არ იყავით და ეს იყო ვთქვათ კოალიციაში ლელოსთან ერთად. როგორი იყო თქვენი აი ეს ვთქვათ აი ამ ხელისუფლების სტრატეგიულ ნარატივზე მის გასანეიტრალებლად მომართული თქვენი კონტრ-ნარატივი, ასევე სტრატეგიული. აი რითი ხელმძღვანელობდით, იყო თუ არა იქ ვთქვათ იგნორის პოლიტიკა, რაც მქონია ზოგადად ოპოზიციურ ველზე ამ ნაწილში იყო, ანუ აი ამ შიშების არ გავრცელების საბაბით ამაზე უფრო მეტი საუბარმა არ გავრცელოსო იყო ხოლმე მაშინ ეს არგუმენტი, ასე მიმართავდით თუ რაიმე კონკრეტულს უპირისპირებდით. და რეგიონებში როგორ გამოიხატებოდა ამ ტიპის საუბრები ტელევიზორებს მიღმა თუნდაც. კი, მე მგონი აქ იყო ორი არჩევანი, ხო? პირველი არჩევანი იყო, რომ ან ჩვენ კოალიციას, მაგრამ მე მგონი 4-ვე კოალიციას პრინციპში ჰქონდა ბაზისურად ერთგვარი მიდგომა რა ამ საკითხზე სტრატეგიულად. ანუ არჩევანი იყო, რომ ან ჩვენ წინა საარჩევნო კამპანია უნდა აგვეწყო ისეთ გზავნილებზე და ისეთ პროგრამაზე, რომელიც შეუტევდა ოცნების ბაზას, ანუ იმ ხალხს, რომელსაც ჯერა რომ ოპოზიცია არის ომის მოსურნე, რომ შეიძლება ომი დაიწყოს თუ ქვეყანაში დემოკრატია გექნება და ამ შემდეგ და რეალურად ეშინია ომის, ისე როგორც ყველა ჩვენგანი უფრთხის მას. ან მეორე, გამომდინარე მკვლევებიდან და მონაცემებიდან, რომლებიც ჰქონდა, ჩვენ მაქსიმალურად უზრუნველ გვეყო ოპოზიციური ამომრჩევლის არჩევნებზე მოსვლა. და მათ შორის აი გადაუწყვეტელი ამომრჩევლის არჩევნებზე გამოსვა და აშენ. ამისათვის, ჩემი აზრით, ის უფრო მეტად პოზიტიური კამპანია, რომელიც ოპოზიციამ მთლიანობაში აწარმოა, მათ შორის ძლიერი საქართველოს კოალიციამ, იყო სწორი არჩევანი. ოცნებამ საკუთარი კამპანია აწარმოა ნეგატივზე, აწარმოა შიშზე, აწარმოა ომზე და წააგო ეს არჩევნები. ამ კამპანიით ოცნება დამარცხდა რეალურ არჩევნებში. რა, ამიტომ არჩეული სტრატეგია ოპოზიციის იყო სწორი. ეხლა ეს არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, იმას, რომ ჩვენ უნდა ასე ვთქვათ, უხეშ სიტყვას გამოვიყენებ, მივაგდოთ ის ამომრჩევლები, რომლებმაც შესაძლოა ომის შიშის გამო არ მისცეს ხმა ოპოზიციას, ან ომის შიშის გამო სახლში დარჩნენ, ხო? არა, ამ ადამიანებთან საუბარი ასევე მნიშვნელოვანია რა. გავიარეთ ეს წინასაარჩევნო კამპანია და მე ახლა როგორც თავისუფლების მოედნის წარმომადგენელს ჯერა რომ საჭიროა ამ საკითხებზე კიდევ უფრო მეტი საუბარი და მუშაობა, ოღონდ ჩვენთვის ხო აი ამ ნარატივთან ამ ნარატივის გაქარწყლების მთავარი გზა გადის რაზე? გადის იმაზე, რომ ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ ის, რომ რუსეთმა ომი არ დაგვიწყოს. ეს აუცილებლად ყველას გვჭირდება, მაგრამ ასევე გვჭირდება ისო საკუთარი სახელმწიფო, საკუთარი მთავრობა არ გვეომებოდეს ქვეყნის შიგნით და გვჭირდება არა მხოლოდ რუსეთთან ომის არარსებობა, რაც აბსოლუტურად მიღწევადია დემოკრატიის პირობებში და ჩვენ მეგობრებთან მჭიდრო ინტეგრაციის პირობებში და ურთიერთობის პირობებში, არამედ ასევე გვჭირდება მოქალაქეების უსაფრთხოება. დღეს რეალურად ქართული ოცნება ომს ეწევა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ რა. აი ეს არის და ეს გზავნილი ეს სათქმელი რაც ჩვენ უნდა ვთქვა. ჩემი აზრით გადის ისევ და ისევ დემოკრატიაზე, სასამართლოზე, ევროკავშირზე, არაპარტიულ პოლიციაზე და სამართლიანობის აღდგენაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, იმიტომ რომ ამის გარეშე სხვა პრობლემები ვერ მოგვარდება და გავა რაღაც დრო, ოცნება წავა, მერე ვიღაც სხვა მოვა და გააკეთებს იგივეს, რასაც ის აკეთებდა აქამდე. მადლობა ლევან. კეთილი, მოდით ისეთი ასე ვთქვათ, უფრო საუბარია, როგორც ვატყობთ, ვიდრე დებატები არ არის ის შემთხვევა, როდესაც ერთმანეთის აზრზე შეიძლება რეპლიკები თუ გნებავთ, დაუბრუნდები ამ ფორმატს და თქვენ მოგცემთ. პრინციპულად განსხვავებულს მე მგონი არ აქვს. ხო, ამიტომაც მე აი ამ დამატებით 2 წუთს მოდით ჩემს დამაზუსტებელი შეკითხვებისთვის თქვენ თუ არ იქნებით წინააღმდეგი გამოვიყენებთ. მოდი არ ვისაუბროთ იმაზე რა შეცდომები დაუშვით. კი ბატონო, მაგრამ დავრჩეთ იმ მოცემულობაში, რომ თქვენ კი ამბობთ, რომ ქართული ოცნება დამარცხდა, მაგრამ ამას შედეგის სახით ვერავინ ხედავს, გასაგებია, რომ აქ გამოიყოფა ის ფაქტორები და ის პრეტენზიები, რაც მიემართება ცესკოს, დაშინებას წინასაარჩევნოდ, მოსყიდვას და ასე შემდეგ. ანუ შედეგი ხო არ შეიცვალა ამით. ამიტომაც მოდით ჩავთვალოთ, რომ ისევ
ტექნიკურად თქვენ წინა საარჩევნო პერიოდში ხართ რაღაც გაგებით, ხო? ხო, არა, შეძლებთ ვილაპარაკოთ, მაგრამ რისთვის მინდა ეს 2 წუთი დაგითმოთ, იცით რომ ჩავთვალოთ რომ ისევ წინა საარჩევნო პერიოდია, ახლა როგორ დაარწმუნებდით ადამიანებს რა სიტყვებით აი 2 წუთში, რომ ერთი მხრივ აჩვენოთ დაზღვევა, აი მშვიდობის დაზღვევა ევროკავშირში და ევროკავშირთან ერთად და მეორე მხრივ იმაში რომ თქვენ შეგეძლოთ, თქვათ გამარჯვების შემთხვევაში და შეგიძლიათ გამარჯვების შემთხვევაში აწარმოოთ სამშვიდობო პოლიტიკა რუსეთთან, რომ ადამიანებს აი ამ თავარ, ასე ვთქვათ, მძაფრშიშზე გასცეთ პასუხი. დავიწყოთ სურათ თქვენით. ნუ ის რომ რუსეთის გამო შეიძლება რაღაცებზე უარი თქვა, წმინდა პრაგმატულად არის არასწორი ამბავი. საბოლოო ჯამში რუსეთს არ უნდა არა მარტო ისო საქართველოს არ იყოს თქვა ნატოს წევრი, არამედ საქართველოს არ იყოს არც ევროკავშირის წევრი, საქართველოს ზოგადად არ იყოს განვითარებული წარმატებული ქვეყანა, თავისი განვითარებული ლიბერალური დემოკრატიით, საქართველოს არ კონდეს საერთოდ არანაირი ალიანსები, საქართველოს არ იყოს დაცული ქვეყანა, რომელსაც ექნება ძლიერი თავდაცვა და ასე შემდეგ, საქართველოში არ იყოს ანაკლი სპორტი, საქართველოს არ იყოს ჰაბი ან კორიდორი, სადაც აზია და ევროკავშირი ერთმანეთს დაუკავშირდება და შემდეგ, ყველაფერი ის რაც ჩვენთვის არის კარგი, ის როგორი ქვეყანა ჩვენ გვინდა რომ დაუტოვოთ ჩვენ შვილებს, ყველაფერი რუსეთის გამაღიზიანებელი. ანუ ჩვენ თუ აპრიორი მაქედან ამოვიდეთ რომ რუსეთი არ უნდა გააღიზიანოს და ამიტომ რაღაც არ უნდა გააკეთო, ეს ყველაფერი ჩვენ თუ არაფერი უნდა გავაკეთოთ, ანუ საქართველოს დარჩეს განუვითარებელი, ღარიბი ქვეყანა, რომელსაც არ ექნება საკუთარი თავდაცვა და უსაფრთხოება, რომელიც არ იქნება წარმატებული ქვეყანა, არც ერთ კონტექსტში, რომელიც იქნება მოწყვეტილი და იზოლირებული დასავლეთიდან. ეს თუ გვინდა, მაშინ უყუროთ იმას, რა უნდა რუსეთს. მე მგონი რომ ზოგადად ეს მიდგომა არის არასწორი. მაგრამ კიდევ უფრო შორს რო წავიდეთ, უკრაინა არის ქვეყანა, რომელმაც თავის დროზე რუსეთის ზეწოლის გამო მაგალითად დაუთმო რაღაცა გაზის ინდუსტრია დავარქოთ ამას, გაზპრომის რაღაცა შვილობილი კომპანია გააკეთებინეს და რეალურად გაზისის მიცეს რუსეთს, იმიტომ რომ რუსები აწვებოდნენ და ძალიან კაბალური ხელშეკრულება დაუდეს. უკრაინა არის ქვეყანა, რომელმაც გაუგზელა რუსეთის ზეწოლის გამო რუსეთს სევასტოპოლში შავი ზღვის სამხედრო ფლოტის ბაზირების ვადა 25 წლით მიუხედავად იმისა, რომ ძალიანაც არ უნდა უკრაინას, მაგრამ ზეწოლის გამო გააკეთეს ეს. უკრაინა ქვეყანა, რომელსაც საბოლოო ჯამში თქვა უარი ნატოში ინტეგრაციაზე, საჯაროდ გააკეთეს ეს. მიუხედავად ამისა, რომ უკრაინას არაფერი არ ქონდა დარჩენილი, რაზეც შეება რუსეთი მოდავებოდა, აიღო რუსეთმა და მაინც შევიდა. რატო არის ესეთი ცალსახა მხარდაჭერა ყველას მხრიდან უკრაინასთან მიმართებაში, რომ ბოლო წამამდე ზელენსკი იძახდა, რომ არ მჯერა რომ მაინც დამესხებიან თავს, იმიტომ რომ არ არსებობს რაღაცა, თუ რაღაცა არის კიდე აგერა ვარ დავжда და დავილაპარაკოთ, მაგრამ აიღეს და დაარტყეს. ამიტომ რუსეთთან ეგ პოლიტიკა, რომ რუსეთი რაღაცას ითხოვს და მე ხა დაუყვავებ და ის რაღაცას არ გამიფუჭებს, ეს არის პრაგმატულად არის არათელი ჩვენი ისტორია, უკანასკნელი 200 წელი ამას გვასწავლის. ამიტომ ერთადერთი სწორი პოლიტიკა რუსეთთან არის ისო შენ უნდა იყო პრინციპული, შენ უნდა ქონდეს შენი პოზიცია, უნდა იზრუნო ალიანსებზე და მეგობრებზე პირიქით, ძლიერ ხალხთან ერთად უნდა იყო, ძლიერ ხალხთან ერთად და უნდა ფიქრობდე მუდმივად საკუთარ განვითარებას. საბოლოო ჯამში ჩვენ გადარჩევით ესე. ამიტომ სინამდვილეში რასაც ოცნება აკეთებს, ეს ახლა არის უბრალოდ სიტუაციის სარგებლობა, რუსეთი არის დაკავებული უკრაინაში და აქეთკენ არცხელა ჩვენთვის, რომ როგორც კი დაამთავრებს იქ, რა გარანტია არსებობს, რომ ჩვენთან არ შემოვა? რატო არ შემოვა? მადლობა, დავჭერთ დროის რეგლამენტში. მადლობა. ლევან. იგივე კითხვით გიბრუნდებით, რომ აი ახლა გამოვიყენოთ 2 წუთი იმისთვის, რომ აი ამ თუ ჩავთვლით, რომ პასუხგაუცემელი იყო პერსონალურად თქვენი და ზოგადად ოპოზიციის მხრიდან აი ამ შიშებზე პასუხი, აი 2 წუთი გამოვიყენოთ იმისთვის, როგორ დავარწმუნოთ, როგორ დაარწმუნებთ აუდიტორიას, ვინც შეშინებულია ამ კუთხით, რომ ქართულ პოლიტიკურ ოპოზიციას გამარჯვების რეალური, ან თქვა ძალაუფლების შემთხვევაში შეუძლია ერთი მხრივ არ შეაჩეროს დემოკრატიისკენ მიმართული პროცესი და ამავდროულად დაასხიოს ქვეყანა, ასე ვთქვათ, საომარი რისკებისგან რუსეთთან. კი, თუმცა ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ებჯელობა არის თეორიული, იმიტომ რომ მაშინ დაშვებას ვაკეთებთ, რომ ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია, რაც მოგვინდება, ხო, იმიტომ რომ თუ გვაქვს შეზღუდული რესურსები და ან ერთი სტრატეგია უნდა ავარჩიოთ, ან მეორე, მე ახლაც იმ სტრატეგიას ავარჩენდი, რომელმაც დაამარცხა ქართული ოცნება, მაგრამ თუ შემიძლია კიდევ რაღაცა გავაკეთო, რა თქმა უნდა, მეტ დროს, ენერგიას და რესურსებს დავხარჯავდი კიდევ უფრო მეტ განმარტებებზე, კიდევ უფრო მეტ საუბარზე, უსაფრთხოებაზე, კიდევ უფრო მეტ საუბარზე იმ სიკეთეებზე, რომლებიც შეიძლება მივიღოთ. იცით, საერთაშორისო ურთიერთობები შეიძლება შევადაროთ უღრან ტყეს რა და ხშირად ადარებენ ხოლმე ამას ტრადიციულად რა. და ვისაც ეხა ტყე შეუულია და რაღაც გამოცდილება აქვს, ყველა მიცის როგორ უნდა მოიქცე, როდესაც მტაცებელს დაინახა მოულოდნელად რა.
და ალბათ ყველა გამოცდილი ადამიანი იტყვის, რომ უცბად არ უნდა მოტრიალდე და არ უნდა გაქუსლო, იმიტომ რომ ინსტინქტი მტაცებლის არის, რომ გამოგეკიდოს, ხო? ამიტომ ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში უნდა გაჩერდე, უნდა აჩვენო, რომ ხარ მასზე დიდი, ხარ მასზე ძლიერი და უკან არ დაიხევ. ქართული ოცნება რას საკეთებს, ამბობს, რომ მე ქვეყანას დავტოვებ მტრის მოწყალების იმედზე და აი რომ შევეცოდებით, რომ ვიქნებით სუსტები, დაუცველები, ყველაფერს რომ შევუსრულებთ, რასაც გვეტყვის, ამის გამო მოწყალე თვალით გადმოგხედავს და არაფერს აღარ დაგვიშავებს და ეს არის უბრალოდ აი იმდენად მოწყვეტილი საერთაშორისო ურთიერთობების და სახელმწიფოების ქცევის ისტორიას, პრაქტიკას და ლოგიკას, რომ მეტი არ შეიძლება რა. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი შენ საკუთარი თავი აი ამ დაუნდობელ საერთაშორისო გარემოში გადაირჩინო არის ის, რომ იყო ძლიერი. და საქართველოს ძლიერება საიდან მოდის, ხომ? საქართველოს ძლიერება მოდის იქიდან და ყოველთვის ასე იყო, რომ ჩვენ ყავდა კარგი პარტნიორები, მეგობრები, მხარდამჭერები და მოკავშირეები, რომლებიც ყველაზე რთულ დროს ჩვენ გვეხმარებოდნენ, ჩვენ გვერდით იდგნენ, გვამარაგებდნენ, ჩვენ ჯარს წვრთნიდნენ, ყველაფერს აკეთებდნენ ეკონომიკურად, ინსტიტუტ და საქართველოს ძლიერება ამის მიუხედავად უპირველეს ყოვლისა დგას თავისუფლებაზე. ჩვენ თუ არ გვექნება თავისუფლება, ჩვენ თუ არ გვექნება მრავალპარტიული დემოკრატია, ჩვენი ტალანტს, რაც გაგვაჩნია ამ ქვეყანაში, ნიჭიერ ადამიანებს, ცოდნას, უნარებს, აი თუნდაც პროტესტზე ყოველდღიურად რამდენი ნიჭიერი ადამიანია, ხო? ვერ გამოვიყენებთ ქვეყნის ასიკეთოდ, დავსუსტდებით და დავმარცხდებით. ერთადერთი გზა გამარჯვების არის გაძლიერება. კეთილი, გადავიდეთ ახლა ღია დისკუსიის 8 წუთში და აქ მინდა რომ შემოვიტანოთ, დავრჩეთ ისევ აი თქვათ ოპოზიციის სტრატეგიულ ნარატივზე, თქვენ საკომუნიკაციო ძირითად გზავნილებს შეგიძლია რომ დაუთმოთ ეს 8 წუთი და შემოვიყვანოთ აქ ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობაც, მაშინ როდესაც მოკავშირეებშიც დიდი ცვლილება არის ადმინისტრაციებში, ხო, შეგვიძლია შეერთებული შტატები მოვიყვანოთ მაგალითად, როგორ შეგიძლიათ აი ამ ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში ესაუბროთ აუდიტორიას იმ დაშვებით თუ კი რეალური ძალაუფლება იქნება თქვენს ხელში, რომ გაუმკლავდეთ ახალი გეოპოლიტიკური ვთქვათ სიტუაციის შესაბამისად წამოსულ სირთულეებს იმისთვის, რომ საქართველოს უპასუხოს იმ პარამეტრებს, რომელმაც უნდა გააძლიეროს ქართული დემოკრატია. ჩვენ ხ მეორე კითხვაზე ვართ, ხო? კი, მეორე კითხვაზე ვართ. ხო, მე რადგან ეს ეხება იმას, რომ რა შეიძლება ელაპარაკო ოცნების ხარდაჭერებს, ამას ხშირად ამოვხმო და მინდა უბრალოდ თქვენ პოდკასტშიც რომ გავიმეორო, რომ მე არ მჯერა, რომ ადამიანებმა რომლებმაც ნახეს ადამიანების წამება, ნახეს ის ყველაფერი სისხლი და თავპირის წრევა და ტიტუშკები და ჟურნალისტების თავპირის დეწვა და ასე შემდეგ და ამ ყველაფრის მერე დარჩენ კიდე რეჟიმის მხარდამჭერები, მე არ მჯერა, რომ მე მაქვს რაიმე უნარი, რომ ამ ადამიანებს ლაპარაკით რაღაცა გავაგებინო. არ მჯერა, რომ ეშევა რაღაცა მათ აუხსნა და ისინი აქეთ ხარეს გადმოვიყვანო. თუ ვინმე სამის უნარი აქვს, შეუძლია ცადოს, მე მგონი, რომ ეს არის დროის და ენერგიის ფუჭი ხარჯვა. მეტიც, მე კიდევ უფრო შორს მივდივარ, მე არ მჯერა, რომ ეგ ადამიანები საერთოდ მაგ ადამიანების უდიდესი უმრავლესობა არჩევანს აკეთებს იქიდან გამომდინარე, რაღაცა რომელი პოლიტიკური ლიდერი მოწონს, ან პარტია მოწონს, ან იდეები, ან ხედვა მოწონს. ეგ ადამიანები რომც ელაპარაკოთ, რომ დამახარჯინო, ეხა ერთი თვეშება მართლა გადმოვიბირო აქეთ, მაგრამ ეგ ადამიანები საერთოდ რო ყუთა რომ მიდიან, არჩევანს აკეთებენ სხვა მოტივები და ეს მოტივები არის ის, რომ ან რაღაცას უბარტერებს მათ ხელისუფლება, პირობითი აქვს 5 წელი, გაგინახევრებ, ან იმას გაგიუქმებ, არ ვიცი, მაკაციგიზის ციხეში გამოუშვებ, ციხიდან ან გადავიყვან. უკეთეს პირობებში მართვის მოწობა გაჩამორთებული დაგიბრუნებ, შვილი ყავს რომელსაც ჯარი უწევს სავალდებულო და არ წავიყვან ჯარში და ასე შემდეგ და შემდეგ, ან არიან შანტაჟის ხროპლი, აშანტაჟებენ იმით, რომ რაღაცა არ ვიცი, ბიზნესი აქვს თუ რა აქვს რაღაცა, რომ რაღაცა ეს დაგემართება, ის დაგემართება და შემდეგ, ანუ მაგ ადამიანებთან ლაპარაკის ას მე ვერ ხედავ. ანუ ამოცანა ოპოზიციის ჩემი აზრით არ უნდა იყოს ის, რომ მე ეგრე მგონია ყოველ შემთხვევაში მაგ ადამიანების დარწმუნებაში ვხარჯოთ, რომ რამე აქეთ ვინც ვარ და ორჯერ მეტი ვართ აქეთ დარჩენილი, იმის მობილიზაცია არის აუცილებელი იმისათვის, რომ გავიმარჯვოთ. ამათ აქეთ ხარ ეს ვინც არის, იმას უნდა მოვუყაროთ თავი და ეს რაოდენობა აქეთ კიდე მოიმატებს, იმიტომ რომ წეგანაც ახსენეთ და იქ ვიღაც სისტემა ისე მუშაობს, ეხლა რომ თუ ვინმე განსხვავებული აზრიანი დარჩა, სადმე გაწმენდენ ბოლომდე ყველა საზარო სტრუქტურიდან, ყველა სიპიდან, ყველა IP-დან, ყველა სახელმწიფო კომპანიიდან, ყველა ჭყალებში შეგეწოდებული ბიზნესიდან, რომელიც ტენდერებზე და იმაზე მუშაობს, არ დატოვებენ არც ერთ განსხვავებულას და მაგას ყველას გამოყრიან მაინც აქეთკენ. ყველას. და გეოპოლიტიკური მასაც შეეხება ბევრი რაღაცები იცვლება, ცხადია ეს ცვლილები დაიწყო ამერიკაში ახალი ადმინისტრაციის მოსვლით. ჩემი აზრით, ჩვენ შემთხვევაში ორმაგი ამბავი არის, ერთი ის, რომ ამერიკა როგორც ჩანს მეტწილად მიდის მაინც უფრო
იზოლაციონიზმისკენ და ალბათ ამ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ეგ კონტურები ჩანს, რომ მარტო იქიდან ნახევარსფერო აინტერესებთ მეტწილად და აქეთ ხარ სადაც იყურებიან ეს არის ჩინეთის ზღვა და აზიაში პოზიციების გაძლევა, მაგრამ აქ ამას მეორე მხარე არის ის, რომ ევროპას უწევს გამოღვიძება მრავალ ათწლეულიანი ძილიდან ჩემი აზრით, როცა ისინი თავიდან მომდე საკუთარ უსაფრთხოება მიბარებული ქონათ ამერიკაზე და შესაბამისად ჭყალებში შეიძლება ითქვას გაზულუქდნენ და დაიწყეს ფულის ხარჯვა 1000 სისულელეებში, ხა მოუწევთ ერთი მომჭინეთა ფულის ხარჯვა და მეორე ამ ფულის მნიშვნელოვანი ნაწილი საკუთარ უსაფრთხოებაზე დახარჯვა. რაც გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს არის კარგი, იმიტომ რომ ევროპა იქნება ძლიერი რეგიონული ან გლობალური მოთამაშე და ჩვენ ყველაზე ახლოს საბოლოო ჯამში მაინც ვართ ევროპის სივრცესთან თავისუფალი სივრცეები რომ აიღო. საბოლოო ჯამში რავი, გრძელვადიან თუ შეხედავ ამერიკაში ეს ადმინისტრაცია, მე მჯერა მაგისი, მე ზოგადად ძალიან ამერიკის დამფუძნებელი მამების მიერ დადებული პრინციპების ხარდამჭერი ადამიანი ვარ. მე ბევრჯერ მithქვას, რომ საქართველოსგან მინდა კავკასიაში ამერიკის ნაირი ქვეყნის აშენება. მე მჯერა რომ ამერიკის დემოკრატია გაუძლებს რაღაც ტიპის გამოწვევებს, რომელიც ხა მას აქვს და გრძელვადიან პერსპექტივაში ყველაფერი კარგად იქნება, მაგ ნაწილში მგონია. აი მოკლევადიან პერსპექტივაში რა იქნება მან და ცოტა რთული პროგნოზების გაკეთება. ხა რეალურად რაც შემიძლია თქვა არის ის, რომ ამ ადმინისტრაციასთან ზედა ეშელონებთან კომუნიკაციის დამყარება ვიცით რომ ქართული ოცნება თვეებია უკვე ცდილობს და უშედეგოდ, მაგრამ ასევე იმის თქმა შეიძლება რომ აქეთ მხრიდან ჩვენ ვცდილობთ და ნუ რაღაცა დონის ზემოთ ჯერჯერობით არ ხდება უბრალოდ ჯერჯერობით ამ ადმინისტრაციის ყურადღება ანუ რადარზე საქართველო ვერ ხდება ამ ადმინისტრაციის მაღალეშონების რადარზე ჯერჯერობით ხო მეგობარი აქტი იქნება პირველი პრეცედენტი როცა ტრამპი მას ხელს მოაწევს პირველად დაიდება ამ ადმინისტრაციის პოზიცია საქართველოს რეალობასთან მიმართებაში ამიტომ იყო მნიშვნელოვანი ის მარშიც რომელიც მოვაწყეთ რომ ხო ჯერჯერობით არ დაუფიქსირე პოზიცია და არც კი გაკარებია საქართველოს აქამდე მიუხედავად იმისა რომ მაგათაც თუნდაც სომხეთთან მიმართებაში იყო რაღაცეები ხო ლევან აი მოდი შეგძლებთ რომ ამაში ჩაერთოთ და აქვე შემოვიდანთ მოდი მეორე კომპონენტი ერთი თქვა ამერიკასთან ურთიერთობები და მეორე არ დაგვაუწდეს ოცნების ის მხარდამჭერები რომლებმაც შესაძლოა დაიჯერეს ოცნების თქვა პროპაგანდისტული გზავნილი ღირსებით ევროპისკენ ხო რო ჩავთვალოთ რომ ეს ადამიანები ახლა უკვე რეალობას აცნობიერებდნენ და იყვნენ იმედგაცრუებულები და ცხადი გახდა შესაძლოა ნაწილისთვის ხო რომ ეს ასე არ არის და ამას პრინციპში თამამად შეგვიძლია რაღაც ვარაუდების გარეშე იმიტომ რომ ნახეთ ამ წიაღიდან დემონსტრაციულად წამოსული ძალიან ბევრი ადამიანი ეს რა ხელს აძლევს თქვენს პროცესს და ასევე თქვენ როგორ აყალიბებთ ახალ მოცემულობაში აი თქვენს ხედვებს როგორ წარმათავდით თქვათ აი ამ საგარეო პოლიტიკას იმ შემთხვევაში რომ ძალაუფლების ცენტრში კი ამიტომ ორი ნაწილი ხო ეს ამრჩევლები რომლებიც შეიძლება მანამდე იყვნენ ოცნების ხარდამჭერები ან მოსწონდათის ხო რაღაც გარემოებების გამო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ რაც ჩემი აზრით არის გასაკეთებელი არის ის რომ ოპოზიციამ უფრო მეტად და უფრო უკეთ დაარწმუნოს ეს ხალხიც და სხვაებიც მათ შორის საკუთარი ამორჩევლებიც რომ ის მხოლოდ ძალაუფლებისა და ფულისთვის კი არ იბრძვის, არამედ იბრძვის იმისათვის, რისი გაკეთებაც ამითი არის შესაძლებელი და მეორე რომ ის იბრძვის, მეორე რომ მას მართვა შეუძლია. არა მხოლოდ წინააღმდეგობა, პროტესტი და ამ შემდეგ ან რაღაც ან კრიტიკა, არამედ მართვაც შეუძლია. და ამ ხრივ ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია ის საკითხებზე, რაზეც ხშირად მესმის ხოლმე რომ ახლა ამაზე დისკუსიის დრო არ არის, მაგრამ ამაზე დისკუსიის დრო ყოველთვის არის, იმიტომ რომ ჩვენ თუ უნდა დავარწმუნოთ ადამიანები, რომლებიც სკეპტიკურად არიან განწყობილი, თქვათ ოპოზიციის ან ვიღაცის მიმართ, მათ უნდა ვაჩვენოთ, რომ მაგალითისთვის ჩვენ არა ვართ მოწადინებული პოლიტიკური ნიშნით ვიღაცის დევნაზე. რომ მაგალითისთვის ჩვენ ამ განათლების სისტემას, რომელიც დღეს არის პარტიული კონტროლის ინსტრუმენტი, აღარასდროს აღარ გამოვიყენებთ იმისათვის, აღარასდროს აღარ დავამცირებთ პედაგოგებს, დირექტორებს და აღარ განმეორდება ისეთი რამეები, რაც ხდება. ამიტომ ეს საკითხები არის არა განზოგადებული საკითხები, რასაც დღევანდელ რეალობასთან კავშირი არ აქვს, პირიქით, ეს საკითხები არის ის, რაც დღევანდელი რეალობის შეცვლაში დაგვეხმარება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. არა ის, რომ რაღაც თემებზე არ ვილაპარაკოთ, არამედ ის, რომ ეს თემები როგორ დაუკავშიროთ უკეთესად იმ ყოველდღიურ გაჭირვებას, შიშს, რეპრესიას, რომელიც საზოგადოებაში არსებობს. ახლა საერთაშორისო ურთიერთობებს რაც შეეხება. იცით, ბერლინის კედელი შესაძლოა ხელახლა აღიმართოს. ოღონდ ეს კედელი შეიძლება აღიმართოს, არ ვიცი, დონბასში. და საქართველოს
პოზიციები, აი ხა რაც ხდება საქართველოში განაპირობებს იმას, ჩვენ ამ კედლის იქით აღმოჩნდებით თუ ამ კედლის აქეთ აღმოჩნდებით რა. დავრჩებით ისევ აი ამ რუსული სამყაროს სივრცეში შიგნით ამ ტოტალიტარიზმის, სიცრუის, ბანდიტიზმის და ძალადობის და კორუფციის სამყაროში, რასაც წარმოადგენს რუსეთი და საქართველოში მისი პარტია ქართული ოცნება თუ დავახცევთ თავს ამ განსაცდელს და თუ კი ახალი ბერლინის კედელი აღიმართება, აღმოჩნდებით მის მიღმა თავისუფალ სამყაროში, ევროპული ტიპის მრავალპარტიულ დემოკრატიაში, სადაც აი ასეთი დისკუსიები იმართება პარლამენტში, ასევე, სადაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ რაღაცეებზე, ერთმანეთის აზრი მოვისმინოთ, გავითვალისწინოთ, არ შეგვეშინდეს ზურარო რაღაცა სიტყვის, კარგს იმ აზრის მიღება და პირიქით კომპრომისი იყოს კარგის მანიშნებელი და არა ცუდის, ხო? ამიტომ ეს ბრძოლა რეალურად, რაც ახლა მიმდინარეობს, ამისათვის ბრძოლაც არის, იმიტომ რომ ჩვენ თუ ჩავრჩით აქ, ხო? მაშინ ჩვენ აქ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩავრჩებით. აქედან ამოსვლას ძალიან დიდი დრო დაჭირდება. აი, თეორიულად რომ დავუშვათ, რომ ხვალიდან აღარ არის ქართული ოცნება ხელისუფლებაში და არის რაღაც ტიპის მრავალპარტიული დემოკრატიული კოალიცია, როგორიც იყო რეალური არჩევნების შედეგად, ხო? მინდა გითხრათ, რომ უკვე ძალიან დიდი დრო დაჭირდება იმ დანაკლისის ამოვსებას, რომელიც იმ ზიანის აღმოფხვრას, რომელიც უკვე მიმოაყენა ქართულმა ოცნებამ, ქართულ სახელმწიფოს. ეხლა წარმოიდგინეთ, ჯერ მარტო ჩვენი საგარეო პარტნიორების იმაში დარწმუნებას, რა დრო ჭირდება, რომ აქ არის ნორმალური ხალხი, რომელსაც მართვა შეუძლია და რაღაც სიგიჟეებს არ გააკეთებს, ხო? მათ ბიუროკრატიას რა დრო ჭირდება? აი ამ დაშლილი ინსტიტუტების აი პატრულისადმი და პოლიციისადმი ნდობის აღდგენას რა დრო დაჭირდება? ერთი პატარა აი ძალიან სიმბოლური ამბავი, არ ვიცი დრო მაქვს, ალბათ არა ჩვენ დროს გავწდით, ხო, ანუ მესმის რომ ძალიან ბევრი დრო დაჭირდება სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის დაბრუნებას და ყველაზე უფრო დრამატული მგონია რომ ცნობები იმედი ადრე თუ გვიან მოვა, მაგრამ ყველაზე უფრო დრამატული სწორედ ეს არის, რომ ადამიანები დაკარგავენ ერთი მხრივ ცესკოს როგორც ინსტიტუტის მიმართ ნდობას, დაკარგავენ პოლიციის მიმართ, საჯარო მმართველობის მიმართ ნდობას და ეს რა თქმა უნდა საგამოძიებო ორგანოების მიმართ ნდობას და ეს თავიდან და ხელახლა იქნება ასე რასაც ენდობოდი, იმასაც აღარ ენდობი. ხო, და ეს ცალკე დიდი პროცესი იქნება. კეთილი, გადავიდეთ მესამე სადისკუსიო საკითხზე და მოდი ჭიქებს შევავსებ. გვაქვს ამისი შესაძლებლობა არის და ხო რატომაც არ. მოკლედ კიდევ ერთხელ მადლობა იმისთვის რომ შემოგჭით და უყურებთ უკვე ჩვენი დებატების მესამე ბლოკს. აქ ჩვენ გვინდა რომ შევეხოთ ერთ მნიშვნელოვან საკითხს, ზოგადად 64 არის თავისი სარედაქციო პრიორიტეტების თანახმად საკმაოდ ცნობიარე სოციალური თუ შრომითი უფლებების მიმართ და საკითხიც რომელზეც გვინდა რომ პოლიტიკოსების აზრი მოვისმინოთ, არაერთხელ გაგვიშუქებია, თუკი ჩვენს აი ამ წარმოდგენის საკითხზე რომელიც შეეხება მაღაროელების პროტესტს, თქვათ, წირი არის თქვენი ცოდნა, შეგიძლიათ რომ ამავე YouTube-ის არხზე ნახოთ სოფო აფციაურის როგორც ჟურნალისტური დღიური, რომელიც თქვათ მაღაროელების ბოლო პროტესტს აღწერს, ასევე ამ ზოგადად საკითხის პრობლემური საფუძველშიც შეგიძლიათ რომ კარგად გაერკვეთ, რომელიც ასე თქვათ ვიდეო გვაქვს ეს სახელწოდებით ჭიათურა კრიზისის ზონა და კარგად დაგეხმარებათ ამ საკითხში გაცნობიერებაში, მაგრამ მგონია რომ მაინც შესაძლოა ამ საკითხს არ ქონდეს ფართო მედია მხარდაჭერა და ინფორმაციისთვის რამდენიმე ფაქტობრივ ასე ვთქვათ საკითხს შევეხები. ზოგადად ჭიათურაში ასე ვთქვათ მანგანის მოპოვება რაღაც მე-19 საუკუნიდან ხდება და ეს პროცესი ჯერჯერობით დღემდე არ შეწყვეტილა. ამ ყველაფერს კი მოაქვს ჭიათურისთვის უფრო მეტად ეკოლოგიური ზიანი, მაგრამ არ მოაქვს ეკონომიკური კეთილდღეობა. ყოველ შემთხვევაში სულ ყოველთვის ყოველი ხელისუფლების პირობებში ჭიათურელებს ამ საკითხთან დაკავშირებით აქვს ბევრი გამოწვევა. 2007 წლიდან ამ საქმეს იქ აკეთებს უკვე კერძო კომპანია ჯორჯიან მანგანეცი და შემდეგ უკვე ნახეთ რომ 2017 წელს ქართულმა სასამართლომ აღიარა ის ეკოლოგიური ზიანი, რაც მოაქვს გარემოზე ამ კომპანიის საქმიანობას. ამიტომაც იქ ვთქვათ დანიშნა სახელმწიფო მმართველი, რომელსაც სწორედ აი ეს ეკოლოგიური კრიზისი უნდა გამოესწორებინა, გარემოზე კატასტროფული ზიანის შესამცირებლად ხდებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ ამას არ მოუტანია და
დადებითი შედეგები ჭიათურისთვის, იქ კიდევ უფრო გაფართოვდა იმ ტერიტორიების ვთქვათ რიცხვი, სადაც ხდება ამჯერად უკვე მადანის ღია კარიერული წესით მოპოვება, რასაც მოაქვს კიდევ უფრო ასე ვთქვათ მძიმე შედეგები გარემოზე და ეს არ არის რაღაც ცარიელი სიტყვები, კონკრეტული სოფლები არის ამის მაგალითი, მათ შორის შეგვიძლია რომ 13 სოფელი და ყველაზე უფრო მეტად ალბათ რაც პროტესტის გამო ყურადღებას იქცევს ხოლმე ეს არის შუქრუთელების პროტესტი, სადაც ჩამონგრეული არის სახლები და იგივე სოფო აფსეორის ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ ეს არა მხოლოდ სახლები, აი საფლავები არის დაბზარული და მოკლედ ეს იწვევს ხოლმე ცხადია პერიოდულად პროტესტს ადგილობრივების და ჩვენ ვიცით რომ ეს პროცესები პროტესტის სახით 2019 წლიდან კიდევ უფრო გააქტიურდა და პროტესტი არის ხოლმე არა მხოლოდ ვთქვათ ადგილობრივ დონეზე, არამედ მათ შორის იგივე გასულ ზაფხულს იყო პარლამენტთან, მაგრამ ყოველთვის არის შედეგი ამას არ მოაქვს. ეხლა რა არის აქ ხელისუფლების ვთქვათ პოზიცია? ხელისუფლება ამბობს, რომ ეს მე არ მეხება, იმიტომ რომ ეს არის დავა კერძო კომპანიასა და მოსახლეობას შორის და ისინი მოგვარდნენო. რაც შეეხება კერძო კომპანიას, არა თუ აგვარებს ამ პრობლემებს და ამ გამოწვევას, არამედ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მალევე და აქვე ფაქტორი არის რომ ჭიათურაში მოიგო ცესკო შედეგების თანახმად ქართულმა ოცნებამ აი ამ არჩევნებიდან მალევე კომპანიამ განაცხადა ფინანსური პრობლემების შესახებ და თავად აი ამ საქმესთან დაკავშირებით თქვა რომ ის უკვე რაღაცნაირად ასე ვთქვათ ფინანსურად არის წამგებიანი, მადანი არის დაბალი ხარისხის და ინვესტიციები აღარ არის საინტერესო და მომგებიანი და აი ამ დასაბუთებით ისაუბროს რაღაც ფინანსურ პრობლემებზე და ამ დასაბუთებით უკვე იანვარ-თებერვალში მან აღარ გაცა ხელფასები და თანამშრომლებს კი SMS-ის სახით შეატყობინა ამ ასე ვთქვათ გათავისუფლების შესახებ, კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ და ამას უკვე შეგვიძლია რომ ასე ვთქვათ კონკრეტული მოთხოვნებამდე დავიყვანოთ რა სიტყვენ დღეს ეს ხალხი, ну თავისთავად ცხადია ასე ვთქვათ ანაზღაურების შეწყვეტა და თან იანვრის-თებერვლის რომელიც ასევე უნდა აიღოთ ხო ეს აყენებს საბანკო ვალდებულებების პირისპირაც ამ ადამიანებს და რა თქმა უნდა ისინი ითხოვენ დაფაროს კომპანიამ სახელფასო დავალიანება, მთავრობამ ჩაანაცვლოს კომპანია და მოხდეს ნაციონალიზება ამ ასე ვთქვათ მაღაროების და აქ გვაინტერესებს თქვენი ხედვები ამ საკითხთან დაკავშირებით. ერთი მხრივ გვინდა გითხრათ რატომ ვერ იხილეს ამ პროტესტის მონაწილეებმა ოპოზიციის ღია მხარდაჭერა და თუ იხილეს ამაზეც გითხარით, ჩვენ თუ რამე გამოგვიპარა, თუნდაც ადგილობრივ დონეზე თუ იყო შეხვედრები, დახვდით თუ არა თუნდაც თბილისში ამ პროტესტს, ან საერთოდ როგორ უყურებთ ამ საკითხის მოგვარებას და ნუ თბილისშიც მათ ჰქონდათ მთავრობის კანცელარიასთანაც პროტესტი და საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც. უნდა გქონდეთ თუ არა, მოდი ლევან დავიწყოთ თქვენი, უნდა გქონდეთ თუ არა ამ პროტესტში თქვენი იმედი მაღაროელებს. ჭიათურლებს ზოგადად. უნდა გქონდეს და ჯერ კიდევ როდესაც შუქრუთელები იყვნენ თბილისში საპროტესტო შეკრებებზე, ჩვენ ვიყავით მათთან ერთად, საუბრობდით ბევრს იმ პრობლემებზე და იმ გასაჭირზე, რაც მათ ადგათ და კი რა თქმა უნდა გქონდეთ და მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ ამ პრობლემების გასაღები მაინც პოლიტიკურია და ამ პოლიტიკის გარეშე ამ პრობლემებს ვერ გადავჭრით, ხო? ეხლა ჩვენ თეორიულად შეიძლება ვიმსჯელოთ რაღაც მიდგომებზე, როგორ უნდა იდეაში როგორ შეიძლება გადაწყდეს ეს პრობლემები, ხო? რაღაც ხრივ შეიძლება აიღო რაღაც დაიჭირო რაღაც თეორიული პოზიცია და თქვა, რომ თავისუფალი ბაზარია და თვითონ გაარკვიონ, რაღაც მეორე უკიდურესობა შეიძლება თქვა, რომ აი ყველაფერი სახელმწიფოს ხელში უნდა მოხდეს და უნდა გაარკვიოს. პრობლემა რეალურად იმაში არის, რომ ჩვენ დღეს არც თავისუფალი ბაზარი გვაქვს ამ ქვეყანაში და არც სახელმწიფო გვაქვს ნორმალური რა. ამიტომ ერთ-ერთი მთავარი რამ, რაც ჩემი აზრით უნდა გაკეთდეს, ნუ პირველ რიგში ძალიან პრაქტიკული რამე რო თქვა რა. მე ვფიქრობ, რომ არც ერთმა სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას ის, რომ ადამიანები იმ პირობებში აღმოჩნდნენ, რა პირობებშიც ახლა ეს ადამიანები აღმოჩნდნენ. რა ეს უბრალოდ დაუშვებელია და რაღაცა ეს სოციალური უსაფრთხოების რაღაც მინიმუმის იქით არც ერთი ადამიანი არ უნდა გადავარდეს. რა მით უმეტეს ასე კოლექტიურად რა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. მაგრამ იმისათვის რომ რაღაცნაირად ეს პრობლემა გადავჭრათ, ამას ჭირდება ისეთი თემების მოგვარება, რომელზეც ასევე ხშირად მესმის ხოლმე, რომ ეს ზოგადი საკითხებია.
მაგრამ ეს ზოგადი საკითხები თუ არ მოგვარდა, ეს კონკრეტული საკითხები ვერ მოგვარდება, ხო? ამიტომ ჩვენთან როგორ არის გავრცელებული დამოკიდებულება, ხო? ამ მიმართულ არის, რომ რაღაც საკითხი არსებობს, რაღაც კრიტიკა არსებობს, რაღაც კრიზისი არსებობს და მე ამა თუ იმ პოლიტიკოსის პოზიციაზეა დამოკიდებული, როგორ გადაიჭრება ეს საკითხი და გეკითხა, ეს უნდა მოხდეს თუ არ მოხდეს, ეს უნდა არა. მე მგონია, რომ პოლიტიკოსებს ერთ-ერთი მთავარი საქმე რაც უნდა გაკეთდეს, არის ის, რომ უნდა შეიქმნას ისეთი გარემო და ისეთი სისტემა, სადაც ასეთი რამეები იქნება შეუძლებელი. რა რას გულისხმობ ამაში? მაგალითისთვის, რომ არსებობდეს ნორმალური სასამართლო ამ ქვეყანაში, რომელიც ყოველგვარი პოლიტიკური მიკერძოების გარეშე ობიექტურად და ნეიტრალურად ამ საკითხს განიხილავდა. მაშინ ეს კრიზისი არ იქნებოდა, რაღაც სხვანაირად მოგვარდებოდა, ხო? და მეორე, რომ არსებობდეს ანგარიშვალდებული ხელისუფლება, რომელიც ანგარიშვალდებულია ხალხთან, საზოგადოებასთან და არა კონკრეტულ ფულის მჭრელ მანქანებთან. მაშინ ასევე არ გვექნებოდა ეს, მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ არ გვაქვს არც კანონის უზენაესობა, არც დამოუკიდებელი სასამართლო და აღარც სახელმწიფო, რომელიც ანგარიშვალდებულია ხალხთან. ხო, ამიტომ თავარი მიღწევა, რაც ჩვენ გვინდა იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს, არის ის, რომ ეს ყველაფერი შეიცვალოს და მე უკვე შეიძლება ვიდაოთ იმაზე, თუ როგორი რეჟიმები და სისტემები არის უკეთესი რაღაც პრობლემების მოსაგვარებლად. მაგრამ სასამართლოს, მთავრობის და დემოკრატიის გარეშე ესეთები მხოლოდ გამრავლდება. კეთილი. ზურაბ, თქვენ როგორ უყურებთ ზოგადად ამ პრობლემას? რა იცით ზოგადად ამ პრობლემის შესახებ და დახვდით თუ არა თქვენ თუნდაც თბილისში ამ პროტესტს? ჩვენ ადრე ქონდა რამდენჯერმე ქონდა ცდილობა მათთან კომუნიკაციის და მათი პრინციპული პოზიცია იყო, რომ პოლიტიკურ პარტიებთან არ უნდა საერთოდ გაკარება არანაირი და შესაბამისად მაგის მერე არც კომუნიკაციის ცდილობა ჩვენ არ ქონია. უნდა ქონდეთ თუ არა ჩემი იმედი, რთული კითხვა არის. ჩემი შუქრუთელები არიან სამდემართლები, ხალხი ცხოვრობს სახლებში და სახელმწიფომ მიცა ვიღაცა კომპანიას ლიცენზია, რომ რაღაც ამოთხაროს და ესენი შეძრონ სახლების ქვემოდან გამოუთხარეს და სახლები დაანგრიეს თავზე. სამდემართლები არიან ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, ნორმალურ სასამართლოში ისინი მიიღებდნენ კომპენსაციას და ცხადია მათ ეს ეკუთვნით. ზოგადად უნდა ქონდეთ თუ რა დახმარების იმედი, რავი, დამოკიდებული იმაზე, რას მოითხოვენ. ჯერჯერობით ჩემი აღქმა გულწრფელი რო იყო, რასაც გვერდიდან უყურებ, არის ის, რომ ისინი უბრალოდ მთავრობას ელაპარაკებიან და მთავრობას თხოვენ რაღაცებს და როგორც კი მთავრობა რაღაცა მინიმალურს დაუკმაყოფილებს, შემდეგ იშლებიან და მიდიან მე არჩევნებზე და 70% ისე ვირჩევენ ამ მთავრობას. ხო და ეგ პრობლემა არის. ან რა ვიცი, უსმენენ იმას, რა ვიცი, ალტინფოს წარმომადგენლები ნახე და ეხა ბოლოს ნახე საერთოდ ვიღაცა გერმანელი მარქსისტ-ლენინისტებიო, მარქსისტები კი არა, მარქსისტ-ლენინისტებიო და ხო, არ ვიცი, უცნაური ხალხის რაღაცა ის არის, რაღაცა შეკრება ხდება იქ, რომლებსაც ეს ადამიანები უსმენ და ეგ პრობლემა არის. მაგ პრობლემას ვერაფერი ვერ მოაგვარებს. მანამ სანამ ეგეთი საბადოები და ეგ საბადო კი არა მარტო ზოგადად ეგ საბადოები არის სახელმწიფოს ხელში და სახელმწიფო გაცემს ლიცენზიას და აძლევს ვიღაცა მასთან დაახლოებულ ბჭყალებში ბიზნესმენებს, რომ ეს რაღაცები მართონ, იქ რაღაცა მე მოლოდინი სამართლიანობაზე და რაღაცაზე არ უნდა ქონდეს განსაკუთრებით ესეთი რეჟიმის პირობებში, ხო? ამიტომ ჩემი პოზიცია არის, რომ სისტემურად თუ გინდა ეგეთი პრობლემები მოგვარებული იყოს, ეგეთი რაღაცები უნდა იყოს ყველაფერი კერძო. და რა ვიცი, შეიძლება იყოს სააქციო საზოგადოება, სადაც უნდა ჭიათურულებს ექნებათ აქციები და თვითონ გადაწყვეტენ, როგორ მართონ, როგორ მოუვარონ, გარემო როგორ დაიცვან, სად გათხარონ, სად არ გათხარონ და ასე შემდეგ. და მათ შორის კერძო იმას გულისხმობს, რომ ეს მიწაზე სახლები რო უდგათ, ამ სახლის ქვემოთ რაც არის, ისიც მათი საკუთრება უნდა იყოს ქვემოთ და შესაბამისად ვერავინ აღარ შეუძლება და ვერაფერს აღარ გამოუთხეს, იმიტომ რომ ის საკუთრების უფლების შელახვა იქნება და წავა მე ნორმალურ სასამართლოში მოიგებს. რა ვიცი, სხვა როგორ უნდა გადაჭრა, მე სხვა შემთხვევაში არის უბრალოდ კარგი ბატონის არჩევაზე ლაპარაკი ეხა მოვა. კარგი ბატონი და ის ცოტა მეც მოგცემს, ცოტა ნაკლებს დააბინძურებს, ცოტა ნაკლებს გააფუჭებს, მაგაზე მიდის კამათი და მე მაგ კამათში მიჭირს მონაწილეობის მიღება. თუ სისტემურად უნდა გამოსწორება, მაშინ სისტემური გამოსწორება არის ეგ, რომ ნაციონალიზაციას რო ითხოვენ. რა ნაციონალიზაცია ნაციონალიზებული არის? ყველა საბადო ამ ქვეყანაში არის სახელმწიფოს მეტი რა ნაციონალისტები ლენინისტები რო ჩამოყავთ რა ითხოვენ. რა უნდა რისი ნაციონალიზაცია უნდა მოხდეს? სახელმწიფოსია. უბრალოდ სახელმწიფო მიცა ლიცენზია ვიღაცას, რომ იმან თხაროს. მე ეს ლიცენზია ვიღაცას წაართვეს და რაღაც ერთმანეთში მიდიოდა დავა რიჟასა და კალამოისკის შორის. ხო და რავი, სწორ მოთხოვნებს თუ დააყენებენ და მაგ შემთხვევაში ერთადერთი მაგ შემთხვევაში შეიძლება გრძელვადიანად მართლა მიიღო რაღაცა პოზიტიური შედეგები საკუთარი თავისთვის და მთელი ჭიათურისთვის და სწორი ეგ არის, ხო? თამას კიდე ემატება თავისი თვითმმართველობის რეფორმა და რაღაცები, მაგრამ ძალიან შორს რა წავიდე, სწორ რაღაცებს, სწორ იმას თუ დააყენებენ, მაგ შემთხვევაში შეიძლება გქონდეთ ჩემი იმედი, მაგრამ ხა სადაც მარქსისტ-ლენინისტები ყავთ გერმანიიდან ჩამოყვანილი და ნაციონალიზაციას ითხოვენ უკვე სახელმწიფოს ხელში არსებული მისი, მე რა უნდა დავეხმარო? კეთილი.
ჩვენ მე მაინც მინდა რომ ეს საკითხი ისე განვიხილოთ რომ რაღაც ზედმეტი მარკები მაინც არ მივაწებოთ, რომელიც შეიძლება იყოს რაღაც მადისკრედიტებელი ამ პროცესისთვის, პროტესტისთვის. შესაძლოა თავისი ძალიან ძლიერი მდგომარეობა, ძალიან მეცოდება ხალხი ზოგადად. ჩვენ იქ ვნახეთ ალტინფოს, უბრალოდ ობიექტურობისთვის ვამბობ, რომ კი, ჩვენ იქ ვნახეთ ალტინფოს, მაგრამ არ გვინახავს ხოლმე ალტინფო, იქ ვნახეთ ძალიან ბევრი მხარდამჭერი, რომელიც არა ვთქვათ რაღაც ოპოზიციური ველიდან, მაგრამ ზოგადად სამოქალაქო ველიდან, რომელიც ამ პრობლემის არს სიმძიმეს ცოტა სხვანაირად უყურებს და თანაც გამოყვანილია ის მარქსისტ-ლენინისტები ეგეთი ეჭვი მაქვს, აი არასამთავრობო სექტორიდან ვიცით ჩასწრება. ეს შესაძლოა არ გამოხატავდეს მთლიანად აი ამ პროტესტის სულისკვეთებას. გერმანელ ლენინისტებზე მაგათი ჩამოყვანილი მგონია ეგ და ეგ გონია რომ არის პრობლემა. მათ შორის თბილისში იყო ჩამოსული, თბილისში 125 დღე არის აქცია არის და აქცია გამართეს კანცელარიასთან, მე უბრალოდ ჩაიარეს და წავიდნენ, რა პრობლემა იყო რომ თუნდაც ერთი დღე შეერთებოდნენ იმ აქციას, რომელიც რუსთაველზეა. ხო, აი მოდი ახლა გადავიდეთ ვაცუთიან, რაღაც არის ყოველთვის თვითონ ესე უყურებენ რომ რაღაცა ეს არ უნდა გააპოლიტიკურონ თუ არ ვიცი ამას რას ეძახიან. ყველანაირად ერიდებიან. ხო. კეთილი, მოდი მაინც ფორმატში დავჭეთ 2 წუთიან ასე ვთქვათ დროს კიდევ მოგცემთ ლევან. ამ შემთხვევაში მაინტერესებს შეიძლება ეს იყოს უკვე პარტიული ღირებულებითი განსხვავებლების მაჩვენებელი თქვენ შემთხვევაში. ბევრ საკითხში ვნახეთ რომ თანხმედრა არის, მაგრამ აქ შეიძლება რაღაცნაირად ისე უყურებდეთ ხო, რაღაც დეკლარირებული ხედვები, რაც იმის შესაბამისობით რა პლატფორმებს წარმოადგენთ. ხო, აი თქვენ თქვათ ნაციონალიზაციის საკითხს როგორ უყურებთ, რა მიზიარებთ, არ იზიარებთ, ზურასთან შეიძლება რომ მეტი დრო დაუთმოთ იმის არგუმენტირებას, რატო არ იზიარებს. აი თქვენ შემთხვევაში როგორი არის თქვენი ხედვა? უპირველეს ყოვლისა ვიტყვი პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობის საკითხზე. კიდევ ერთხელ შეზღუდულია შესაძლებლობები, მათ შორის ჩვენი რამდენი მოგზაურობა შეგვიძლია, სად შეგვიძლია ყოველწლიურად და ასე, მაგრამ უკეთეს პირობებში, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პარტიები უფრო ინტენსიურად უნდა მუშაობდნენ ადგილობრივ დონეზე და ასე, მაგრამ ამის პირობები არ არის, ეს ყველა ვიცით, რამხელა მანქანა არის მომართული ზოგადად ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ მთლიანად, რა ვიცი, მთელი სახელმწიფო ინსტიტუტები შეკრულია ხოლმე ერთი ამოცანით, როგორც ახლა ხდება, რომ გაანადგუროს ოპოზიცია და ეს ართულებს იმას, რაც კარგი იქნებოდა, რომ პოლიტიკოსებს ჰქონდეთ უკეთესი კონტაქტები, უკეთესი ურთიერთობა, უკეთესი სოდნა, უკეთესი და მეტი ხალხი ადგილებზე და პარტიაში გაწევრიანება არ იყოს რაღაც სხიფათთან დაკავშირებული, მაშინ უკეთესი კავშირები და ჯაჭვები იქნებოდა რა და უკეთესად შევძლებდით რაღაც რეაგირებას და ის ადამიანებიც არ იქნებოდნენ რაღაცა ნაკლებად იქნებოდა რაღაც სხვადასხვა შესაძლოა არასასურველი პოზიციების დაკავებისგან უფრო იქნებოდნენ დაზღვეულნი რა. მაგრამ აი ეს დებატი ზოგადად რა ნაციონალიზაცია თუ არა ერთი რა თუ უკვე ნაციონალიზებული რაღაცის ნაციონალიზაცია სხვა საქმეა ხო როგორ შეიძლება, მაგრამ მე ვფიქრობ რომ არის მე არ გამოურიცხავ სახელმწიფოს როლს მთელ რიგ საკითხებში, თუმცა აბსოლუტურად შორს ვარ იმ მოსაზრებებისგან, რაც ხშირად ისმის ხოლმე ქვეყანაში რა რაღაცა ესეთი ფუნდამენტალისტური პოზიციები, რომ ან ყველაფრის ნაციონალიზაცია უნდა მოხდეს, ან ყველაფრის პირიქით რა გადაშვება თავისუფალ ცურვაში რა. მე ვფიქრობ არის მთელი რიგი საკითხები, სადაც სახელმწიფოს აქვს თავისი როლი და საკუთარი ფუნქცია, ეს რომ ასე არ იყოს, სახელმწიფო არ იარსებებდა საერთოდ რა. ანუ შუქნიშანს იმიტომ დგავს სახელმწიფო, რომ ამას არავინ სხვა არ აკეთებს და იძულებულია სახელმწიფო მივიდეს და დადგა შუქნიშანი და მორიგეობით აინთოს წითელი, ყვითელი და მწვანე შუქი, იმიტომ რომ ადამიანები ერთმანეთს ისე არ უთმობთ გზას როგორც ჩანს რა. ხანდახან იმასთან ერთადაც არ უთმობთ გზას, მაგრამ მაინც რა. ეს არის ჰოლანდიაში ქალაქები არ არის შუქი. ხაჯორედთან გადავიდეთ. ხო და ამიტომ აქ არის ეს და თავისუფლად შეგიძლიათ ჩაერთოთ ორივე მისაუბროთ ამ საკითხზე. ჩვენ გვჭირდება მეტი კონტაქტი, მეტი ურთიერთობა ამ ადამიანებთან. პოლიტიკური პარტიების ერთ-ერთი ამოცანა, ერთ-ერთი აი კლასიკური ფუნქცია რაც აქვთ, არის პოლიტიკური ინტერესების შეგროვება და მათი რაღაც პოლიტიკურ პროგრამად გარდაქმნა და მე ამის გარშემო ხალხის ორგანიზაცია და ასე შემდეგ. პარტიულ მშენებლობაზეც ვლაპარაკობ და სხვა საქმეებზეც, მაგრამ ეხლა ვართ ისეთ პირობებში, როდესაც ეს ყველაფერი არის რეალურად შეუძლებელი. რა, აი ჩვენ შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე, რომ რატო არა აქვთ პარტიებს რაღაც, რატო არ შეუძლიათ მეტი. და საერთოდ რომ არსებობენ, უნდა გვიკვირდეს. ცოტა ხანი შეიძლება ეგეც აღარ გაგვიკვირდეს. აბსოლუტურად გვესმის და შეიძლება შეიძლება ესეც იყოს, ხო? ხო, არ იყოს უფრო მეტად მომწოლი საზოგადოება, რომელიც საცნობიერებს ამ რისკს, რომ ერთ დღეს შეიძლება მართლა რეალურად უბრალოდ აიგზავნოთ. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის თვითმმართველობის საკითხი რა. თუ ჩვენ არ გვექნება
თვითმმართველობა, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ავტორიტარიზმის საფრთხის ქვეშ, იმიტომ რომ ყოველთვის კონცენტრირებული იქნება ძალაუფლება რამდენიმე ადამიანის ხელში, რომელიც აი ამ ეკონომიკური წყაროების თავში დგანან. ხალხი, როგორც მოქალაქეები, ვერასდროს ვერ გაძლიერდებიან, თუ კი მათ არ ექნებათ იმის განცდა და რეალურ პრაქტიკაში ან განახორციელებენ საკუთარ ძალაუფლებას და საკუთარ კონტროლს, საკუთარ ცხოვრებაზე და იმ გარემოზე, რომელშიც ისინი ცხოვრობენ. ამიტომაც არის რა, ხშირად შეიძლება ხალხს უნდოდეს, რომ ახლა მითხარი ხვალ ეს საკითხი როგორ გადაიჭრება და ჩემი ხედვა აქ ეს არის, რომ ადამიანები უნდა დავიცვათ იმ უკიდურესი რაღაც კატასტროფისგან, რომელიც მათ ემუქრება და ეს ადამიანებს და ოჯახებსაც ეხება და ასევე იმ გარემოს და იმ სოფლებს, რომლებშიც იქ ვართ, მაგრამ ამის იქით აუცილებლად უნდა დავიწყოთ პოლიტიკურ საკითხებზე ლაპარაკი რა. როდესაც ჩვენ საუბრობთ იმაზე, თუ რა უნდა მოხდეს ძალიან სწრაფად, მას მერე, როდესაც მივახწევთ ქართული ოცნების ჩამოცილებას ხელისუფლებით. ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას, ეს არის რეალური თვითმმართველობის ამოქმედება. აი, იგივე ოპოზიციასთან და ადამიანები, რომლებიც ასეთ დღეში ჩააგდო სახელმწიფომ რეალურად, ხო? იმიტომ რომ სახელმწიფოს დანიშნული მმართველი მართავს ახლა ამ ყველაფერს და აი მიიყვანა ყველაფერი იქამდე, სადაც მიიყვანა რა. მე არ ვეწინააღმდეგები იმას, რომ რაღაც მოვლენებში, რაღაც საკითხებში სახელმწიფო ჩაერიოს, მაგრამ ეხლა ჩვენ როგორც არა გვაქვს არც სახელმწიფო და არც კომპეტენციები ამის გაკეთების და არც ნება რეალურად ამის გაკეთების რა. მაგრამ ასევე ამ ადამიანებს სხვა ენით კი არ უნდა ველაპარაკოთ. უნდა დავანახოთ კავშირი იმ საკითხებს შორის, რომლებზეც ჩვენ გგონია რომ ნათელია კავშირი რა. როდესაც საუბრობთ დამოუკიდებელ სასამართლოზე ამაზე, იმიტომ კი არ საუბრობთ მარტო რომ რაღაცა არ ვიცი, რაღაცა ექსტრავაგანტული იდეების გამოხატვა შეგვეძლოს თავის. არა, იმიტომ საუბრობთ რომ ჭიათურაში ასეთი რამე არ მოხდეს. იმიტომ გჭირდება დამოუკიდებელი სასამართლო, რომ შუქრუთში ასეთი რამე არ მოხდეს. იმიტომ გჭირდება დემოკრატია, რომ ვერც ერთმა მთავრობამ ვერ გაბედოს, რომ პირდაპირ გაგებით ძირი გამოუთხაროს ადამიანების სახლებს და სოფლებს. ამიტომ ლაპარაკობთ დემოკრატიაზე, ამიტომ ლაპარაკობთ მათ შორის ევროპაზე. იქ ხო წარმოუდგენელი რამეა. იქ არის მთავრობები, რომლებიც არიან უფრო მარჯვნივ, არის მთავრობები, რომლებიც არიან უფრო მარცხნივ. მაგრამ არც ერთი მათგანი საკუთარ მოსახლეობას ფუნდამენტს არ აცლის სოფლებს, ხო? ეს წარმოუდგენელია. ეს არის ისეთი ზღვარი, რომლის იქითაც არც ერთი იდეოლოგიის მქონე ხელისუფლება არ გადავა, თუ მართლა გადავრევლები არ მოვიდნენ ხელისუფლებაში. და ამიტომ არის ეს თემები. ვერც გაბედავ. ვერც გაბედავ. ამიტომ ეს მნიშვნელოვანი თემაა, ჩვენი ვალია. ჩვენი მოვალეობაა, რომ ეს კავშირები მათ თვითმმართველობა რატო არის მნიშვნელოვანი, ამაზე ჩვენც გვინდა რომ შევუწყოთ დისკუსიებს ხელი, ძალიან მნიშვნელოვანი არის თავისთავად ცხადია და ამას მოაქვს დეცენტრალიზებას ბევრი სიკეთე და რაკიღა თვითმმართველობაზე საუბრობთ, ჩვენ უკვე ამოვწურეთ, ვთქვათ, მესამე საკითხი. კი ბატონო, დავამატოთ, უბრალოდ აი თვითმმართველობასთან დაკავშირებით შემოვიტან ერთ შეკითხვას, რაზეც ვიცით, რომ არ განიხილავთ თქვათ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ თუნდაც ხედავთ თუ არა თბილისის შემთხვევაში თუ გნებათ ამოწურეთ ეს საკითხი და მე გადავა აი ამ უკვე დავამატა და მაგაზეც გიპასუხებ მივხვდი ამ კითხვა რაც არის. თვითმმართველობას ქმნიან მესაკუთრეები. ადგილზე ადამიანებს უნდა ქონდეთ საკუთრება და უნდა ქონდეთ რაღაცა სტიმულები და ინტერესები, რომელი ერთად შეიკრან და რაღაცაზე შევთანხმდეთ ჩვენი საერთო ინტერესი თუ არის აქ რაღაცა, მოდი ესე გავაკეთოთ, მოდი ესე გავაკეთოთ. პირველი რაც არის მნიშვნელოვანი ის რომ ადამიანები უნდა ყოლ მესაკუთრეები. თუ რეგიონებში გვაქვს ის რეალობა, რომელიც ახლა გვაქვს, რომ ადამიანების საკუთრება არის მარტო მათი საკარმიდამო, სახლი უდგას და წინ პატარა ეზო აქვს და მაგის იქით ყველაფერი დანარჩენი სახელმწიფოსია, მან თვითმმართველობა არ გამოვა. მაგ ადამიანების ინტერესი რაც არის, ეუბნება გზა დამიგე, წინ გაზი მომიყვანა და დამთავრდა. მორჩა, შეიძლება წყალი იყოს სადღაცა პრობლემა, რომ მაგით მთავრდება. ეგეთ თვითმმართველობა არ გამოვა. თვითმმართველობა ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს საკუთრება უნდა გააჩნდეს, ვიღაცა ტყე უნდა ქონდეს, ვიღაცა იქით მიწა უნდა ქონდეს, ვიღაცას ეს და მე საერთო ინტერესებით უნდა წყვეტდნენ საბოლოო ჯამში რა ჭირდებათ ყველას ერთად რა გამოადგებათ რა ეს გამოადგებათ თუ ის გამოადგებათ. მეორე არის უნდა ქონდეს საკუთარი ფული. მანამ სანამ ყველა ეს საბადოები და ესენი ყველაფერი სახელმწიფოს ხელშია, მთელი ფული, რასაც გადასახადი სახით იხდიან, მოდის თბილისის ბიუჯეტში. ეს არ უნდა მოდიოდეს ეს ფული უნდა ჩებოდეს პრიორიტეტების თბილისი წყვეტს მე. სინამდვილეში რასაც ახლა მათ მართველი რეჟიმი სახელმწიფო ეუნება არის ის, რომ შენ იყავი გამოკეტილი შენ საკარმიდამოში, მოდი მე კარგ ასფალტს დაგიგებ წინ, ცოტა ხანში გაზიც მოვა შენამდე, რაღაცა წყალს გაგიკეთებ და ამის იქით ტყე რო არის, იმას ვიღაც ჩემი ახლობელი გაჩეხავს რაღაცას იზავს, ამაზე თვალი დახუჭე, აქ რაღაცა საბადო არის, ვიღაც ჩემიანი ამოთხრის ამას გაყიდის, ამაზე თვალი დახუჭე, ყველაფერზე რაღაცებზე თვალი დახუჭე, იმიტომ რომ გზა ხომ მოგიყვანე და გაზი ხომ მოგიყვანე და მეტი რა გინდა, ხო გაიგეთ, კარგი გამგე
მასწავლებელი ვარ. პირობითად კარგი ადგილობრივი ფეოდალი ვარ. ეს არის ეხლა დღევანდელი სურათი რაც არის. მანამ სანამ ადგილზე მესაკუთრეები არ არიან და იმ ხალხს იქ ნაშოვნი ადგილზე შექმნილი დოლათიდან ფულის უდიდესი ნაწილი ადგილზე არჩევ, რომ თვითონ განკარგონ, რაში დახარჯონ ეს საკუთარი ფული და ამას წყვეტს თბილისი. მანამდე თვითმმართველობაზე ლაპარაკი უბრალოდ ზღაპარი, ანუ რაც არ უნდა ცვალო კანონში თუ ადგილზე ადამიანებს საკუთრება არ აქვს და პრაქტიკულად მონების მდგომარეობაში არიან და თუ ჩამოკიდებული არიან თბილისის ბიუჯეტი იქით ფულს რაც გააგზავნის, რომელიც სინამდვილეში იქიდან აქეთ წამოსული ფულია, მანამდე რეალურ თვითმმართველობაზე ლაპარაკი ზედმეტია, რატო ვერ გაბედავენ იგივეს გერმანიაში და იმაში სადაც მიწები და ანუ ფედერალური მოწყობა არის, ან თუნდაც არ იყოს ფედერალური თვითმმართველობა განვითარებული, იმიტომ რომ იქ ესე ხდება. პრობლემების უდიდესი ნაწილი გვარდება ადგილზე და ამ პრობლემების მოგვარების ფულიც ადგილზე იმათ აქვს და არ ჭირდებათ ამისთვის ცენტრალური ხელისუფლება. როგორც კი ამ ყველაფერს პრობლემების მოგვარების ყველაფერს ვალდებულებს გადააბარებ ცენტრალურ ხელისუფლებას და მთელ ფულს მისცემ ცენტრალურ ხელისუფლებას, მე რეგაკ ისეთი რეჟიმი როგორც გვაქვს აქ. ეგ არის პრობლემა, ცენტრალიზება არის მახური პრობლემა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსაც შეეხება ორი ხო, სანამ გადავთ ადგილობრივ თვითმმართველობაზე, თქვენც დაგითონთლევან, რაკიღა ამ თემამ მოითხოვა უფრო მეტი დრო, თქვენც დაგითხოვთ 2 წუთს, რომ უფრო მეტი ისაუბროთ თვითმმართველობის რეალურ თვითმმართველობის მნიშვნელობაზე და როგორ გააუმჯობესებს ეს თვითმმართველ ქალაქებში ცხოვრებთა, თქო, მდგომარეობას. ნუ ჯერ ერთი დავიწყებ კარგი მმართველობის ბაზისური პრინციპით, ხო? კარგი მმართველობის ერთ-ერთი ბაზისური პრინციპი არის ის, რომ ყველა პრობლემა რაც შეიძლება მოგვარდეს ადგილზე, უნდა მოგვარდეს ადგილზე და არ უნდა წავიდეს სხვაგან რა. ამიტომ ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური დევოლუცია, გადანაწილება ძალაუფლების, მათ შორის ეკონომიკური, ფისკალური ძალაუფლების ადგილებზე და ეს გააძლიერებს ადამიანებს. ამასთან ერთად აუცილებელია, რა თქმა უნდა, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების რეჟიმზე აწყობილი კანონის უზენაესობა, თორე დიქტატორული კანონით შეიძლება გამოაცხო და განუხრელად შეასრულო, ხო? რატომ? იმიტომ რომ ცალკე განყენებული ეს ვერ იმუშავებს, თუ ადამიანის უფლებები, კონტრაქტები და ამ შემდეგ არ არის დაცული, ხო? და მათ შორის სოციალური და ეკონომიკური უფლებები, რომლებიც უკიდურესად მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ადამიანებს შეეძლოთ რაღაცა მეტნაკლებად ნორმალური პირობები ქონდეთ იმისთვის, რომ საკუთარი ცხოვრება შემდეგ განავითარონ და რაღაცა მშობლების შეცდომის გამო არ აღმოჩნდნენ რაღაც ისეთ უკიდურეს ვითარებაში, საიდანაც გამოსავალი არ არსებობს, ხო? თუმცა აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი. ხა თვითმმართველობის გარეშე ვერ იარსებებს რეალურად განსაკუთრებით აი ხა ისეთ გარემოში, საიდანაც იმ ტრადიციიდან, საიდანაც საქართველოს მოდის, ხო? ვერც დემოკრატია ვერ იარსებებს რა. ჩვენ გვჭირდება რომ გავაძლევოთ მოქალაქეები, გავაძლევოთ მათი გავლენა, ხო? ეს არ ნიშნავს ასევე იმას, ჩემი აზრით, რომ თქვათ ცენტრალური ბიუჯეტიდან ამის მიუხედავად თუ კი ექნება თვითმმართველობა და შემდეგ რაღაც დახმარება არ უნდა მიიღონ იმ ქალაქებმა, რომლებმაც შეიძლება არ აქვთ უნარი ან ეკონომიკური პოტენციალი ან რაღაც სხვა პრობლემები აქვს, რა ვიცი, შეიძლება რაღაცა მოხდეს, ხო? რომ საკუთარი განვითარება თვითონ დააფინანსონ. არა, ესენი ერთმანეთს არ გამორიცხავს, ჩვენ გვჭირდება ძალიან დიდი თვითმმართველობა, მაგრამ ასევე პასუხისმგებლობის მქონე ბიუჯეტირება და მართვა იმისთვის, რომ რაღაცა შევეშველოთ განვითარებას და მხარი დაუჭიროთ რაღაც ქალაქების თუ რაიონების ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებასაც, ხო? ეს მნიშვნელოვანი თვითმმართველობა ასევე მინდა თქვა ძალიან მნიშვნელოვანი რამეა ესეც რა. არ არის მხოლოდ მუნიციპალიტეტები და საკრებულოები. ანუ თვითმმართველობა ავტონომიის გარეშე არ არსებობს და აქ ძალიან მნიშვნელოვანია ასევე საუნივერსიტეტო თვითმმართველობები, სკოლები და შემდეგ, რომლებიც დღეს არის ასევე ისეთივე ცენტრალიზებული სისტემა, როგორც სხვაგან, ხო? ამიტომ ჩვენ თვითმმართველობაზე, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა საუბრობთ საკრებულოები, ბიუჯეტები, მერია და შემდეგ იქაც ბევრი ცვლილებებია გასაკეთებელი იმისთვის, რომ ამათ რეალურად მუშაობა შეძლონ და მოქალაქეებმა იგრძნონ, რომ რაღაც თანამონაწილეობა შეუძლიათ გავლენა აქვთ და ასე შემდეგ, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გათავისუფლება კიდევ სხვა მნიშვნელოვანი ინსტიტუტების, სკოლების, საბავშვო ბაღები, ესენი ყველაფერი ეხლა გადააქციეს პარტიული კონტროლის იარაღად. ესე ძალიან მნიშვნელოვანია თვითმმართველობა. ეს მართლა ძალიან ფართო თემა არის და სხვა დისკუსიას საჭიროებს, ხო? მოდი ახლა მე უკვე ბოლო შეკითხვას დავსვავ ამ საკითხზე. რაღაცნაირად საუბარმა მოგვაბრუნა ისევ ამ თემასთან, ამიტომაც მოდი ძალიან რეგლამენტირებულად მართლა 2 წუთს მოგცემთ, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გადავიდეთ უკვე მე-4 მე-5 ბლოკზე. მე მინდა ძალიან კონკრეტულად დავსვა შეკითხვა, გასაგებია თქვენი პოლიტიკური პოზიცია თვითმმართველობის 2025 წლის არჩევნებში არ მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ხომ არ გიფიქრიათ, რომ მაგალითად თუნდაც ცესკოს მიერვე გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, სადაც თბილისი აღმოჩნდა ქართული ოცნების სუსტი რგოლი,
აი ამას შეხედოთ როგორც პოლიტიკურ იარაღს იმისთვის რომ მინიმუმ თბილისის მერის პოსტზე შეძლოთ აი ამ პოლიტიკური თანამდებობაზე ოპოზიციური კანდიდატის გაყვანა. აძლევთ თუ არა აი ამ ვერსიას შანს განხილვას და რა ვიცი რა პერსპექტივებს ხედავთ ამაში? პოზიცია საერთოდ შეხება პოზიცია. ორი წუთი გვექნება. პოზიცია არ არის ესეთი, რომ რაღაცა უარი არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე. პოზიცია არის, რომ თუ არ დაინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები და არ მოხდება პოლიტპატიმრების გათავისუფლება, მაგ შემთხვევაში არის უარი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე. ანუ ორი წინაპირობა არის, რომლის შესრულების შემთხვევაშიც არავინ არ არის წინააღმდეგი, რომ მონაწილეობა მიიღონ. ოღონდ ახალ საპარლამენტო არჩევნებში იგულისხმება მათ შორის ახალი ადმინისტრაცია, ახალი წესები ასე შემდეგ, რომელიც ასევე თვითმმართველობაზეც გავრცელდება, რომ არჩევნები იყოს და რაღაც მაიმუნობაში არ იღებდეთ მონაწილეობას, სადაც რასაც უნდათ იმ რიცხვებს წერენ და ეს პირველი შეეხება ადმინისტრაციას და სასამართლო დავებს საარჩევნო საკითხებს იქ რა უნდა გაკეთდეს და მაგაზე შეთანხმება არსებობს და კონსენსუსი არსებობს ამ 4 პოლიტიკურ ჯგუფს შორის. რაც შეეხება თბილისს ეგ ჩემი აზრით ილუზია თუ არაფერი არ შეიცვალა და ეს პირობები არ შესრულდა ის რომ ჯამში ოპოზიციამ თუნდაც ეს კოსმონაცემებით ოქტომბერში მიიღო მაღალი შედეგი ეგ არაფერი ანუ მან ორი პრობლემა არის ერთი პრობლემა არის ის რომ მოსახლეობაში არ არსებობს ნდობა საარჩევნო პროცესისადმი და გამოცხადება იქნება ძალიან დაბალი მაშინ როცა ისინი გაათმაგებლად გააკეთებენ იმასაც გააკეთეს წინაზე ამ პირადობების სირბილით და შემდეგ და რა რიცხვებსაც უნდა იმ რიცხვებს დაგისვამენ საბოლოო ჯამში ანუ მეორე არის აი ორბანი არის მაგის კარგი მაგალითი ყოველი არჩევნების წინ საარჩევნო სისტემას გიცვლის მაგის გაკეთება პრობლემა არ აქვს უკვე შეცვალეს მაჟორიტარების წინ უკვე გაზარდეს თბილისის საკრებულოში ეხლა რაც აკლი არის ის რომ თქვა რომ თბილისში აღარ იქნება პირდაპირ არჩევნები თბილისის მერს არჩევს საკრებულო და დამთავრებული მადლობა ლევან კი იმ პირობებში როდესაც ქართული ოცნება გამოდის უბრალოდ გამსი ნაბიჯებს რომ გააუქმოს პოლიტიკური პარტიები და აპატიმროს პოლიტიკური ლიდერები აკრძალოს და შემდეგ და საარჩევნო გარემო ყოველდღიურად უარესდება ხო რეალურად ეს სერიოზული საკითხია დობა საერთოდ დაკარგულია საარჩევნო ადმინისტრაციის დობა არასდროს არ იყო მაღალი, მაგრამ ეხლა ალბათ არ ვიცი ბოლო მონაცემები არ მინახავს, მაგრამ საერთოდ მიწასთან იქნება გასწორებული. ეს არის სერიოზული პრობლემა და ამ პირობებში რაღაცაში მონაწილეობას ნაცვლად მე პირადად მხარს უჭერ საყოველთაო ბოიკოტს ოპოზიციის. თუმცა თუ ეს არ არის და მაშინ 10-დან პირობითად 5 პარტია ამბობს რომ მე მივდივარ ჩვენ უკვე ამ შემთხვევაში როგორც პარტიამ თავისუფლების მოედანმა ვთქვით რომ ამასთან დაკავშირებით უნდა ვნახოთ რა ჯობია ბრძოლის წარმატებისთვის და იმის მიხედვით მივიღოთ გადაწყვეტილება და ამიტომ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტეთ რომ ეს უნდა იყოს არა მხოლოდ ჩემი ან რა თქმა უნდა არა მხოლოდ პარტიის რაღაც რამდენიმე ლიდერის გადაწყვეტილება არამედ ამაზე გქონდეს საუბარი ყველა ჩვენ მხარდამჭერთან თანამოაზრესთან სხვადასხვა ჯგუფებთან სხვა პოლიტიკურ პარტიებთან და ასე პირადად ჩემი პრეფერენცია ამ პირობებში აბსოლუტურად არის დიდი ბოიკოტი, მაგრამ თუ ეს არ არის, მაშინ ვამბობ რომ უნდა ვიფიქროთ რა ჯობია აი ამ ბრძოლის წარმატებისთვის, რატომ? მეც ესე ვფიქრობ, რომ აი ამ პირობებში საერთოდ რა ვიცი წარმოუდგენელია რაღაც ნორმალურ არჩევნებზე ლაპარაკი და ჩვენი მთავარი ფოკუსი უნდა იყოს პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნების მიღწევა. კეთილი, დიდი მადლობა. ჩვენ გვაქვს წინ მეოთხე რაუნდი, სადაც გთხოვეთ რომ მოგიტანათ მოწინააღმდეგესთან შეკითხვა. თუ კი გაქვთ ესეთი შეკითხვები, რაღაცნაირი დებატები. ჩემამდე არ მოსულა ხო? არა. ხო, აი ამიტომ მინდოდა რომ ეს წესები წინას არ გაგეცნოთ. კარგით. ჩვენ შეგვიძლია მას დავსკიფოთ ეგ, იმიტომ რომ ხვდებით რომ აქ არ არის იმდენად განსხვავებული პოლოსი რომ რაღაცა მართლაც ისეთი დიდი შინაარსით დატვირთული კითხვა იყოს საპირისპირო მხარის მიმართული, ამიტომაც მოდით გადავიდეთ უკვე მეხუთე რაუნდზე, სადაც აუდიტორიის შეკითხვები გვაქვს და აქაც რაღაც ეს პრინციპით შეგვიძლია წავიდეთ, რომ თითო შეკითხვა და თითო ორი წუთი. ხო, ანუ ყველას უნდა უპასუხოთ? არა. აქედან იღებთ თქვენ ორ კითხვას შემთხვევითობის პრინციპით და თითო შეკითხვაზე გაქვთ 2 წუთი და შეგვიძლია რომ დავიწყოთ სურათ თქვენგან. ორივე ერთად ავიღოთ თუ ჯერ ერთი ავიღოთ? როგორც გნებავდეთ. მე მგონი ჯობია ჯერ თქვენ შემდეგ ლევანმა და შემდეგ გავამეორებთ. მეც მე ავიღებ, რომ მეტი დრო არ მქონდეს მოსაფიქრო. სამართლიანო. მე ამას ხედავდი.
მიდის თუ არა ოპოზიციურ ფლანგზე რაიმე ტიპის საუბრები და შესაბამისად შეთანხმება გადაიარაღებასთან დაკავშირებით არჩევნების დადგომის შემთხვევაში სასწრაფო გადაიარაღების რაიმე პროგრამა თუ გაგაჩნიათ მთელი ევროპა ახლა ამით არის დაკავებული და ჩვენც უნდა მზად ვიყოთ თუნდაც ფურცლის დონეზე ერთი ცალი ბალისტიკური რაკეტა რო ისროლონ საჰაერო გადამჭერი სისტემა არ გვაქვს სამხედრო ექსპერტებთან იქნებ გაიაროთ კონსულტაცია და პოტენციური გეგმა შეადგინოთ არა ამ წუთში თავდაცვის საკითხებზე ამ წუთში თან ესე დეტალიზებურად არანაირი საუბარი არ მედის არც პოლიტიკური პარტიების შიგნით და არც პოლიტიკურ პარტიებს შორის თუმცა მანამდე იყო არჩევნების წინა პერიოდში ამაზე საუბარი და მე შემიძლია ამ შემთხვევაში კოალიციის სახელით თქვა რომ ჩვენი კოალიცია იყო თავდაცვის ხარჯების გაზდის ხარდამჭერი აღარ მახსოვს 3.5%-ზე თუ 4%-ზე შევჯერდის საბოლოო ჯამში მაგრამ მნიშვნელოვნად გაზდაზე იყო საუბარი მაგრამ ის რომ ეხლა ამაზე იყოს საუბარი არა მე არ ვიცი ყოველ შემთხვევაში მე ეგეთი ფორმატი სადაც ოპოზიცია ამაზე ლაპარაკობდეს ან ამაზე ან რაიმე ეგეთ საკითხებზე ხა ამ წუთში არ არსებობს მადლობა ლევან რა გვეშველება როგორ მოკლე და კონკრეტული და გეგზრა კარგი შეკითხვაა ზღვათაშორის რა და ეცეთ საქართველოს ამაზე უარეს დღეშიც ყოფილა რა და ამაზე უარესი ვითარებიდან გამოსულ ვართ და ამაზე დიდი გაჭირვებიდანაც ამოსულ ვართ რა ამ ქვეყანას ვინ არ ცდილობდა რომ გაენადგურებინა და მაინც გადარჩენა არა მხოლოდ გადარჩენას ვახერხებდით არამედ ვახერხებდით განვითარებას ქვეყნის ხელახლა აყვავებას ფეხზე დადგომას წელსში გამართვას და ახლა მით უმეტეს ასეც იქნება რა კი აი ამ ბრძოლაში რომელშიც ახლა ვართ არის ისეთი დღეები, როდესაც შეიძლება აი როგორც ამ კონკრეტული შეკითხვის ავტორს ამ პესიმიზმი მოგვეწალოს, ან იმედ გაცრუება გქონდეს, რაღაც არ მოგვეწონოს, რაღაცა ეს ძალიან ბუნებრივი რამ, ეს არ არის არაბუნებრივი რამ. ეს შეკითხვა არის ერთ-ერთი ყველაზე ბუნებრივი რამ, რაც შეიძლება ახლა დაისვას. და ამიტომაც უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის გარდამავალი ეტაპი, რა ეს გაივლის და საქართველოს იქნება ისეთი ქვეყანა, როგორცაც იმსახურებს ის ადამიანები, რომლებსაც აი ამდენი რისკის, საფრთხის, გამოწვევის მიუხედავად, მაინც არ ეშინიათ ამ ბრძოლაში მონაწილეობა და ესეთი არის საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი. ესე რომ ყველაფერი კარგად იქნება. მადლობა, ზურა. ჩვენი საჭიდაო რაც არის, ნუ დაუტოვებთ. კი. კითხვა ზურაბ ჯაფარიძეს რა როლი აქვს ბაია პატარაიას, გიორგი მშვენიერაძეს და ამგვარ NGO ორგანიზაციებს აქციების დაგეგმვა მართვაში, რატომ შეუზღუდეს ნადიმ ხმალაძეს სიტყვით გამოსვის უფლება და რასაპირებთ კონკრეტულად ერთი ინდივიდი ზურაბ ჯაფარიძე. არ მინდა რომ ამ მესამე პირებთან დაკავშირებული შეკითხვა მოდი ეს ხო ავიღოთ. ხო. წვრილი ნაწერია. თქვენ ზიდებთან ყველაზე ახლოს დგომ პარტიებს როგორ შეაფასებთ იგულისხმებიან გირჩი და ფედერალისტები რა არის რასაც ისინი სწორად აკეთებენ დღეს და რა შესწავლებს უშვებენ თქვენი შეხედულებით მაინც ხობუნდა შევაფასო ასე განზოგადებლად თვითონ სამართლიანი იქნება მოვისმენთ ვიდრე რაღაც იმ შემთხვევაში უბრალოდ განმარტავ თუ კი დასახელულ პირებს მაგიდასთან ისინი არ არიან და არ შეიძლება თქვას უფლება უბრალოდ არ იქნება ეს სამართლიანი ამ შემთხვევაში კითხვა ზოგადია და შეგიძლიათ რომ გასაგებია მოდი ხო ბევრი რამე შეიძლება ამაზე საუბარი მაგრამ ძალიან იმაში ვარ წავიდე წიაღწევში წავიდე რადგან შეცდომების და შეცდომების უშვებენ ამაზე ლაპარაკი მე არ ვიცი შეცდომა არის თუ არა ჩემი აზრით შეცდომა არის მაგრამ ფუნდამენტური განსხვავება ალბათ რაშიც ესენი მათ შორის გვანან ერთმანეთს იქით და გირჩი და ფედერალისტები არის ის რომ პარტიული დღის წესრიგით მოძრაობენ დღემდე და მანდ მე ვცდები პრინციპულად თავი რომ დავანებოთ სხვა რაღაცებს მე მგონია რომ პარტიული დღის წესრიგით მოძრაობა დღეს როცა რავი რაღა უნდა მოხდეს კიდე არ ვიცი მაგრამ მათ შორის ტუპად უბრალოდ პარტიებს გძალავენ და შენ კიდე რაღაცა არ ვიცი პარტიის შენებლობით ხარ დაკავებული თავი დავანებოთ იმას რომ მე მგონია რომ გადარჩენა არ გადარჩენის პირასავართ ეხლა ამ წუთში ოღონდ გზელვადენაც მეც ვჯერა ლევან რომ ეს ქვეყანა საბოლოო ჯამში არ გარუსტება გადარჩება მაგრამ ეხლა შეიძლება ისე ჭაობში ჩავაფლათ იქიდანაც აი და ამოსაც ძალიან ბევრი სისხლი დაგუჯდება და ეს ნანახი გვაქვს არაერთხელ ამ ქვეყნის ისტორიაში თავარი შეცდომა დავარქვათ მოდი ამას შეცდომა რასაც ჩემი აზრით უშვებენ არის ეს რომ მე მგონია რომ არანაირი პარტიული დღის წესრიგის დრო უკვე დიდი ხანია ამ ქვეყანაში არ არის მაგრამ ნუ ფედერალისტების შემთხვევაში ამას შეიძლება კიდე ის გამართლება ქონდეს რომ რაღაცა ახალი გაკეთებულია და რაღაცა რა ვიცი საკუთარი ძალების მოსინჯვა და აკრეფა და რაღაცა ჭირდება მეორე შემთხვევაში ისინი სუმაგითი არიან ეს დაკავებული სხვა რაღაცებს არ შევეხები ბევრი რამე შემიძლია კიდევ თქვა მაგრამ იყოს ეს ერთი კარგი თავობა
შეკითხვა ორივეს. რატომ არის ზურაბიშვილის პროცესი ავანგარდში და რატომ არ შეიძლება რომ ჩაეხსნათ? ესეთ ამ შეკითხვაზე ხა მახსენდება, როდესაც 2023 წლის პროტესტი იწყებოდა რუსული კანონის წინააღმდეგ, მაშინ პარლამენტში, მაშინ სამოქალაქო საზოგადოებაში მუშაობდი და არასამთავრობო სექტორში პარლამენტში ვიყავით ამის გასაპროტესტებლად და არ გვიშვებდნენ სხდომათა დარბაზში და რაღაც ისეთი ამბავი იყო და მაშინ ჟურნალისტებმა მკითხეს, რომ აიო, ვინ იქნებაო ამ ბრძოლის ავანგარდში? და მაშინ მე ვუთხარი, რომ ამ ბრძოლის ავანგარდში ვერ იქნება ვერც ერთი ცალკე აღებული პიროვნება და ვერც ერთი ცალკე აღებული პოლიტიკური პარტია. და რომ თავისუფლებაზე შეტევა საქართველოში აანთებდა უამრავ კოცონს თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის და რომ ამ ბრძოლის ავანგარდში იქნებოდა თავისუფლების იდეა და ქართველი ხალხი. ეს არის ეხლაც რაც ხდება და ეს არის რასაც ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურად. სალომე ზურაბიშვილი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ საქმეში და როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ თავისუფლების მოედანი ყველანაირ ფორმატში, რომელიც ამ ბრძოლას წაადგება, მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ ამ ბრძოლის ავანგარდში მართლაც დგას საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი რა. აი ეს არის ჩემთვის ავანგარდი და ამის ნაწილად ხედავთ ჩვენ თავისუფლების მოედანი სწორედ თავს რა. ყველას აქვს თავისი როლი, ყველას აქვს თავისი საქმე, თავისი ფუნქცია, ჩვენ ყველამ ჩვენი კენჭი უნდა დავდოთ ამ ბრძოლაში რა. იდეა არის მთავარი და ჩვენი ხალხი არის მთავარი აი ამ ბრძოლის ავანგარდში. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ ორივე რამის ხმაგინად დაახლოებით იგივეს ხმაგინად და ხო თუ ვინმე არის ხა ამ პროცესის ავანგარდში არის რუსთავაზე რო ხალხი დგას ყოველ საღამოს ავანგარდში ეგ ხალხი არიან დანარჩენი ყველას რაღაცა ფუნქცია აქვს მეც გონია რომ სალომე ზურაბიშვილს აქვს თავისი ფუნქცია ეს ფუნქცია არ ვიცი მას უნდა და არ უნდა მაგრამ რაღაცნაირად ისე მოხდა ისტორიულად ისეთ გარემოებებში მოხდა რომ რავი რაღაცა მოიტანა დროებამ თუ რაღაცა შეიძლება ძალიანაც არ უნდა და ნუ არის ადამიანი, რომელსაც გარეთ ბევრი ინსტიტუტები, მოდი ესე ვთქვათ, ან ადამიანები, პოლიტიკოსები, ან პოლიტიკური წრეები აღიარებენ დარჩენილ ერთადერთ ლეგიტიმურ ინსტიტუტად ამ ქვეყანაში, იმ პირობებში ვართ. ამიტომ ეს ფუნქცია აქვს, გინდა არ გინდა, ამ ფუნქციის მოკლა ჩემი აზრით იქნება შეცდომა და იქნება არასწორი, ამიტომ თუ რამეში პროცესი წაადგება, მე მასთან არ მქონდა ადრეს საშუალება ძალიან კრიტიკული ვიყავი მის დამი ახლა ვინც მიყურებდა მისმენდა და ბევრი რაღაცები მახსოვს რაც არ მომწონს მაგრამ მქონდა მასთან ბოლო პერიოდში რამდენჯერმე რაღაცა კომუნიკაციის საშუალება ისე რაღაც უშუალო გულწრფელი საუბრის და ნუ რა ვიცი ხშეელო ხო რა ხა დაждდებოდა თვითფინავზე გაფრინდებოდა საფრანგეთში და დამთავრდებოდა მაგით ყველაფერი რა არც ნერვებს მოიშლიდა და არც ახლა ის არ არის პატარა ბავშვი არ არის და რაღაცა ასაკში ადამიანი და რაღაცა და რავი უნდა ამ ბრძოლაში ყოფნა ფიქრობს რომ რაღაცის ჩადება თვითონაც შეუძლია ერთი აგურის დადება მას შეუძლია ამას ხელი რატო უნდა შეუშალო მე არ ვიცი ხა ის რაღაცა კონსპირაციის თეორიები რომ რაღაცა იმასთან შეკრული ამას შეგვიძლია მე ეგეთი რაღაცების არ მჯერა ჯერ არც ეგეთი კონსპირაციის თეორია ჩემ გამოცდილებაში არ გამართლებულა მგონია რომ გულწრფელად არის გაბრაზებული იმაზე, რომ კაი ხნის განმავლობაში ვერ მიხვდა, რომ ეს იყო რუსული რეჟიმი და რაღაცნაირად თავი გამოაყენებინა ამ რუსულ რეჟიმს. მე მგონი, რომ ეს ბრაზი არის მისი მთავარი мотиваტორი ახლა რაც აქვს. ეს რაღაცნაირად იგზნობა, როცა მას ელაპარაკები და ხო და დანარჩენი რა ვიცი ხა. კიდე გავიმეორებ, ყველას თავისი ფუნქცია აქვს ამ პროცესში. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა. შეგვიძლია დავასრულოთ დღევანდელი დებატები. მადლობა პირველ რიგში თქმა უნდა ორივე მხარეს მონაწილეობისთვის. ერთი კითხვა მაქვს, ვის ისურვებდით რომ ამ ფორმატში ნახოთ, რომელ პოლიტიკოს? კი ბატონო. არ მოვა გამორიცხული, იმიტომ რომ სურვილი ეგრე იყოს და რუსული პროპაგანდა ისე მუშაობს, რომ ისინი უცხო მოედანზე არ მიდიან, ისინი მარტო დადიან საკუთარ მოედანზე გამზადებული მესეჯ ბოქსებით, იმიტომ პროპაგანდაში ჩვენ მხრიდან თავაზობთ აბსოლუტურად სამართლიან გარემოს და როცა ამას ვამბობთ, გულისხმობთ კიდეც ამას, ასე რომ დანარჩენი მათზეა. ამავე გარემოს ექსკლუზიურად მხოლოდ ოცნებას არ თავაზობთ. ამავე გარემოს ვახვედრებთ აქ მოსულ ნებისმიერ ადამიანს. დიდი მადლობა მოკლედ მონაწილეობისთვის, დაგემშვიდობებით და წარმატებებით. წარმატებებით თქვენც. წარმატებებით.